რა დღეა? შაბათი. ესე იგი MySpace-ია. სივრცე, სადაც ადამიანები საუბრობენ თავიანთ წარმატებაზე და არა მხოლოდ წარმატებაზე, არამედ იმ გზაზე და იმ ტკივილებზე, რაც გამოიარეს მის მისაღწევად. უცვლელად ჰაბიტატში, სადაც ბიზნესი, იდეები, გაყიდვები და რეალური ისტორიები ერთმანეთს ხვდება. დღეს MySpace-ის სტუმარია პიროვნული განვითარების მენტორი, ჩაკრაული სისტემის სპეციალისტი და იოგა ნიდრას მასწავლებელი მარიამ კელოქია. მარიამ, მოდი სანამ გვეტყვი, ვინ ხარ შენ, მანამდე მოგვიყევი, რატო ვერ ყიდიან ადამიანები საკუთარ თავს, როცა აქვთ ცოდნა. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და მადლობა ესეც საინტერესო კითხვისთვის. ზოგადად ჩემი გამოცდილებით და ჩემი შეხედულებით არ აქვს მნიშვნელობა, როგორი პროდუქტი გაქვს, თუ არ იცი, როგორ მიაწოდო ის ხალხს. ძალიან ხშირად მქონია შემთხვევა პირადადაც, რომ აი მაქვს ძალიან ძლიერი კურსი, ძალიან კარგი რაღაც, მაგრამ იმიტომ რომ არასწორად მიმაქ ეს ხალხამდე ინტერესი არ მოდის. ამან გამოიწვია ის, რომ დავიწყე რაღაცებზე ფიქრი. მე შემახედა იმას, რომ აი რაღაცები არის უფრო რაც ყურადღებას იქცევს და პირველ რიგში გამომწვევი მიზეზი არის ის, რომ ვინც ყიდის შეიძლება არ ჯეროდეს თავის პროდუქტის. ხო, არის. სადღაც კვეთა გვაქვს. შენ ეს შესაძლებელი მოიგე. სადღაც კვეთა არის. ძალიან კარგი. მარიამ, მოგვიყევი ახლა შენს თავზე და გვაინტერესებს ის ეტაპები, რაც აი ამ ეს გზა, რაც გაიარე აქამდე რომ მოყვეთ. მე რომ ეხლა ეს გზა დავიწყო და გავაზიარო, ძალიან დიდი ხანი დაგჭირდება, ამიტომ ვეცდები რომ მოკლედ მოყოლილი გრძელი ისტორია გავაზიარო. ესე იგი, პირველი ჩემი ესე ვთქვათ, დიპლომი არის სამართალმცოდნეობა. ჩემი გამოცდილება იყო საარჩევნო თემატიკით ვიყავი მოხიბლული, განსაკუთრებით გავყევი ამ თემას. ვიყავი ფონდებში, პარლამენტის საკრებულო სტაჟირებაში, უფრო აი ადმინისტრაციული საჯარო სამსახურები. მერე დაიწყო ტრენერობის გამოცდილება, წამოვიდა საარჩევნო თემატიკის, საოცარი გამოცდილება იყო, ამდენ ადამიანთან რო გაქვს შეხება და ეს რაღაცა შენ ცოდნას რო აზირებ და უფრო მაინტერესებდა. მერე მოდიოდა საარჩევნო პერიოდი და ეს საერთოდ აზერტი იყო, რომ მთლიანად ჩართული ვიყავი ამ პროცესში და აი რაღაცნაირად, არ ვიცი, მთელი პროცესი და შენ ერთი ხდებით. შემდეგ იყო ცესკოში, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი, საკრებულოში მუშაობდი 4 წელი. ძალიან ასე ვთქვათ, ღირებული გამოცდილებები მქონდა, მაგრამ ალბათ ცხოვრებაში ერთხელ ყველას ექნება გავლილი დღე, რომელიც თენდება და ის დღე უსამართლო არის. რა ინტერესო. მაგრამ ეს უსამართლო დღე ყოველთვის საჩვენოდ კარგი აღმოჩნდება ხოლმე. შევაკალი ამ ჩემს სამსახურს თავი, 24 შვიცი ყველაფერი და ხელშეკრულებას ვადა გავუვიდა და შეუსრულებაში მოყრა. ხო, რაღაცა მსგავსი, ეგრე დავარქვათ. ყავს პატარა შვილი ამ დროს, რა თქმა უნდა, ძალიან მცირე იყო ეს ხელფასი, რომ იმას ვქნა რაღაცა გავბერო, მაგრამ მაინც ხო ბავშვთან ერთად საკმაოდ ისეთი შეგრძნება იყო, რომ უცბად ეხა რა შვებით. ყოველთვის მქონდა პოზიტიური აზროვნება და მჯეროდა რომ ყველაფერი ცუდი ხდება კარგისთვის და ყველაფერი ხდება საჩვენოდ. ძალიან რთულია ჩემი აზრით ეს. რო შეძლო რომ ამაზე ფიქრობ რა ამ დროს. გეთანხმები, მაგრამ ისევ შენთვის აკეთებ. ისევ შენ გეხმარება და ეს კიდე мотиваციას გაძლევს, რომ აბა მოდი უკეთესი რაღაცა შევქმნათ. და როცა ამის გჯერა და გწამს, ტვინიც არის მომართული ისე, რომ ყველა იმ შესაძლებლობას ხედავს, რასაც აქამდე ვერ ამჩნევდა, როცა პოზიტიურად მომართავ გონებას. არ მაკლდა ასე ვთქვათ აზრები, რაღაცა სულ იდეების გენერატორი ვიყავი ყოველთვის და უცბად ეს ღამე ხდება ხოლმე განსაკუთრებით თქვენს გამოგადგებად, შეიძლება რაღაცაში გამოგადგეთ 3-დან 5 საათამდე რომ გეღვიძება და მოგდის იდეა, ეს იდეა არის ძალიან ღირებული, ანუ აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და პერსპექტივა. მოვიდა ესეთი აზრი, სლოვაკეთში ვცხოვრობდი, საკმაოდ დიდი ბინა გქონდა და ტურიზმი ყვაოდა. მეთქი რა ვიცი, ყველა ამ საქმეშია და მე რატო შეიძლება მართვა კარგად გამომდის რაღაცა, ანუ უცხოენა ვიცი და რატომაც არა. დაიწყო შემდეგ უკვე ცოტა ბიზნეს გამოცდილება და მე მივხვდი რომ რა ბედნიერება საქმე ბევრად ნაკლებია და შემოსავალი ბევრად მეტია. მადლობა რომ გამომიშვით თუ რაღაცა მსგავსი და მადლობა მე რომ ჯეროდა რომ რაღაც კარგი მოხდება და მე არ დააყოვნა კოვიდმა. ტურიზმიც გაიჩერდა და გაიყიდა.
აქაც ისევ ჩემი პოზიტიური აზროვნება, რომ აბა განვითარებისკენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ და სუში ყოველთვის მეყვარდა, უცბად ერთი აპარტამენტი გადავაკეთე სამზარეულოდ, ზანკაის შეფი ვნახე და დავიწყეთ სუშის დელივერი მოკლედ რა. ესეთ შემთხვევაში, არ ვიცი ახლა შენთან როგორ ხდება ხოლმე, მაგრამ ქალებთან self-sabotage ქვია, როცა რაღაცა შენ წარმატებას რაღაცით ხელს უშლი მოკლედ რა, აი არ აძლევ ბოლომდე განვითარების საშუალებას და იკარგები ტოქსიკურ ურთიერთობაში. ამანაც არ დააყოვნა 2 წლიანი ფაქტობრივად ესეთი დაკარგვა მქონდა. მერე ხდება ესეთი რაღაც, რომ მამის გარდაცვალება, ამ ურთიერთობის დასრულება ხდება ერთად. ნუ ალბათ ხდება ხა როგორი რთული პერიოდია, მაგრამ ნუ ყველაფერს მკლავდები, გამოდიხარ და ეს იმდენად მქონდა ჩარჩენილი, რომ აი რაღაცა სუში ერთ დღეს ობიექტი მექნება ყველაფერი და სუმაზე ვფიქრობ, რომ აი რაღაცა მოხდება. ერთ დღესაც ჩემს დაქალთან ერთად ვსეირნობ, რომელიც მეგობარიც მოვიდა და აი ამ ჩემ იდეებს ესე ვყვები, რომ აი ესეთი გამოცდილება მაქვს და როგორ მინდა რომ გავაკეთოთ ამბავი და ეს მისი მეგობარი ძალიან ყურადღებით მისმენს. ზედმეტად ყურადღებით მისმენს და თუ გავაკეთა. აბა ცოტა უფრო მეტი ვითხარიო. ნუ მოვიყავი გავუსიარე, რა თქმა უნდა, მე მთელი ამ ფაშინ ქართულად როგორ არის? თონებული არის, გაცეცხლანი ვნებით ყვება რა, ემოციები და მაღლებულად ყვება, რა იდეა დავდები. რა გოგო ვარ რა, იდეა დავდები. პროსტა ესეთი აზრი მარტო აქ მოდისო, აქო. დავდვილად. გავაზიარ მეტი დეტალი და მეუბნება რომ მე მაქვს რაღაც კონკრეტული X თანხა, მოდი აბა ეს პრეზენტაცია ცოტა უფრო ანუ ისეთ ხარისხში გადავიყვანოთ რომ დეტალებს გავიცნო და თუ ჩვენი აზრები დაემთხვა დავიწყოთ. ასე დაიწყო ჩემი შემდეგი გამოცდილება უკვე სარესტორნო საქმეში. ამ რესტორანმა 1 წელი იმუშავა, ჩემი ზრდისთვის იყო ნუ აი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხური. ძალიან კარგად მოხდი რომ ბიზნესში ჰუმანურობა და ეს ზედმეტად აჭრის. ნუ ბიზნეს პარტნიორიც ახლა თავიდან რა თქმა უნდა მიხარდა, მაგრამ არ აღმოჩნდა ის რომ კარგად დაწყობილიყო ყველაფერი. ეს თემა დაიშალა, დავრჩი რაღაცა ზარალით, მე ძალიან ბევრით არა, მაგრამ ესე ჯობდა. შემდეგ წამოვიდა ძალიან რო არ გამიგრძელდეს, იმიტომ რომ ხო გეუბნები ერთი 10 ადამიანის ცხოვრება გეგონება რომ ხდება ხალხსაც ყვები. ზაფხულში წამოვიდა ბათუმის სეზონური ბურგერ-ბარი, იქაც არასწორი პარტნიორი, იქაც რაღაცები, ნუ საბუთები უფრო ესე მატერიალური დოკუმენტები არ მივხედე, უფრო ვენდობოდი მაშინ ძალიან გოლფრიკულა ვიყავი ყოველთვის ჯერო და რასაც მეტყოდნენ, იქაც ნუ ძალიან ცუდი სეზონი იყო, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მანდაც მინუსები. და იქაც რაღაცა ზარალი ნუ დაემატა. სახლში რო ჩამოდივარ, ჩემს ვეუბნები რომ თუ ნამდვილად ამბობთ რომ არიშკა გიყვართ, მე ხა მჭირდება დრო, რომ გავიგო ეს ვინ არის. როგორ ფუნქციონირებს, რატო უშვებს ერთ-იგივე შეცდომებს, რატო დადის ერთ-იგივე წრეზე, რატო იზიდავს მსგავს ადამიანებს, სულ გამოდმებით, ანუ არ არსებობს, ხო? ეს რაღაცები რომ მეორდება და მეორდება, ნუ რაღაცაშია საქმე ესე. აქ დაიწყო ჩემი 5-6 თვიანი იზოლაცია, ოღონდ იზოლაციაში გულისხმობ არა სოციალური ქსელი, არა მეგობარი, არა კონტაქტი, მხოლოდ მე. ვაკუუმშიო. კი, მხოლოდ მე. YouTube მქონდა ერთადერთი წყარო სწავლის და კურსები, რასაც გავდიოდი ხოლმე. და ჩემი ეს პრაქტიკები იქ უკვე სწავლით ჩაეყარა ამ ყველაფერს საფუძველი. ეს ნახევარი წელი არ იყო მარტივი, ნამდვილად არ იყო. ყველა ჩემი შიში, დანაშაული შეგრძნება, სირცხვილი მწუხარება, ბრაზია, ემოციებთან მუშაობა მიდიოდა და ზუსტად მაშინ შემოვიდა ჩაკრაულური სისტემა ჩემ ასე ვთქვათ საინფორმაციო ველში. ამას გავშლით აუცილებლად. კი, სიამოვნებით, რო ავემაღლოთ რა ამის ანუ ამ თემასთან დაკავშირებით ცნობიერება იქნება ძალიან კარგი, იმიტომ რომ ხვდები რაც უფრო მეც სწავლობ ადამიანი, რომ შენი რეალობის შემქმნელი ხარ შენ და როცა ბერკეტები გაქვს, ანუ რატო არ უნდა გამოიყენო, რომ შენი საოცნებო ცხოვრება შექმნო. რა თქმა უნდა. შესაბამისად გავაზიაროთ ბევრი რაღაცა. ამ პერიოდის განმავლობაში ნუ სხვადასხვა კურსები, ასე ვთქვათ, სწავლა, პრაქტიკები, მედიტაციები და ნელ-ნელა წლების განმავლობაში ხო ეს ცოდნა გროვდებოდა, მე რაღაცა პერსონალური მეთოდებიც შევქმენი, რომ ნახე რომ აი რაღაცა ხშირად მეორდება, აი განვითარების ახალი საფეხურისკენ რომ მიდიხარ, თუნდაც ერთ-ერთი ნიშანია რომ ძველი, წარსულიდან ადამიანები ბრუნდებიან, შეიძლება გქონდეს, არ ვიცი, ალერგია გქონდეს, რასაც ნუ იდეაში ხა შეიძლება გიჟურა ჭერდეს, მაგრამ ამას რომ შვიდჯერ გაივლი და ყოველთვის ერთი და იგივე ხდება, მე ხვდები რომ ამას მართლა აქვს რაღაც სტრუქტურული ფორმა და ყოველი შენი განვითარების ასე ვთქვათ ჭალებში თურთული გასაგები არ იქნება ახალ იდენტობაში შენი ცხოვრებაზე ახალ თავში შებიჯებისას რაღაცა თამდევი პროცესები არის რაც გამოწვევს მზად ხარ ანუ ძალიან მიყვარს ხოლმე ეს მაგალითი
სამყარო არის ჩვენი მშობელი მეთქი. და აი სამყაროს ეუბნები, რომ მშობელს ეუბნები, უბრალოდ ველოსიპედი მინდა. და ის გეკითხება, რომ ტარება იცი? ტარება იცი? და შენ ხან საწექცევი, ხან მოხს არ ვიცი, გადაიტყავებ, ხან რას იცავ, ხან რას იცავ და ბოლოს რომ დარწმუნდება, რომ ტარება იცი, ნებისმიერ შენი ოცნება რაც არის და მზად ხარ ამ შენი ცხოვრების ახალი თავისკენ შესაბიჯებლად და სვლისკენ, მაშინ ის ველოსიპედის გიყოლება. რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა. აი რა ვიცი, ვინც გვიყურებს, დარწმუნებული ვარ, რომ აი რაღაცა თავის თავში განსხვავებულ მეს დაინახავს აი ამ პოდკასტის მერე ჩემი აზრით. ახლა მე ამდენი ხანი ჩუმად ვიყავი, უბრალოდ უსმენდი ვაანალიზებდი რა, არც გავაწყვეტინე, აბა კიდე რა სიტყვის, აბა კიდე რა სიტყვის, აბა კიდე რა სიტყვის და ყველა შენი ეტაპი იყო რაღაც ახალი ჩელენჯი, ახალი ტკივილი, ახალი გაკვეთილი, საერთოდ ჯამში ეს შეცდომები და გაკვეთილები რამდენი დაგიჭდა თანხაში რო გადაიყვანო. თანხაში სადღაც მე ჩემი შეცდომები სადღაც $30,000 მისის. რა დავთვალო, ალბათ ლარამდე იქნება 40 რაღაცა ესე. უხეშად რა თქვა. უი, თავარი გამომჩა, რაც მგონია რომ აი ამის გაგება კიდე უფრო დაეხმარება ბევრს ამ რაღაცების წამდეთ. რო ვიყავი 24 წლის არსაიდან აღმოჩნდა რომ თავში მაქვს გიგანტური ზომის, კეთილთვისებიანი სიმსივნე. ოღონდ იყვნენ მართლა შოკში იყვნენ ექიმებმაც საერთოდ ვერ გაიგეს საიდან მოვიდა რა უნდა როგორ უნდა არ ვკვდები გავიგემრე ამ ხელა რაღაც თავში თავიდან იმართება ყველაფერი ძალიან მძიმე იყო გავიკეთე ოპერაცია საოცარი ექიმი ვნახე უბრალოდ პატარა ნაწილი იყო დარჩენილი რაზეც თავიდანვე შევთანხმდით და რატო ყვები ხა ამ ისტორიას ეს პატარა ნაწილი უნდა გადაგვემოწმებინა ეტაპობრივად კონტროლ ხო კონტროლ 2 წლის წინ, წელიწადნახევრის წინ, 2 წლის წინ ვიყავი ბოლოს კონტროლზე თურქეთში. ეხლა ცუდი არაფერი მითხრა, პრეტობიეზეში. არ გვაქვს. პირიქით, мотиваცია. და რომ, ეს პასუხები რომ მოვიდა ამ ექიმთან შევედი და ეს ექიმი ნუ აი თურქეთში ცნობილი და რაღაც ნეიროქირურგიდან მოვიდა. მიყურებს ეს კაცი და რამე კურნალობას გადიხარო და მეთქი რა ვიცი არა კურნალობას ოპერაციის მერე აფრა გამკეთებია და შვანომა ქვია ნუ რაც არის მოკლედ და პრაქტიკაში არ არსებობს ამის დაპატარავებაო და მეც არ მქონია 27 წლიანი თუ რაღაც პრაქტიკაში და შენი ოპერაციის მერე დაპატარავებულია და რასაკეთებო მასწავლეო ხო? ოპა. ანუ ხა ნუ მუსლიმ კაცთან არ დამიწყე რომ მე მედიტაციები, პრაქტიკები ისინი ესენი ახსენე უბრალოდ მე ნუ წრემლები მომდიოდა ბედნიერებისგან რომ ერთია რომ რაღაცას გულით აკეთებ, მაგრამ მეორეა რომ სამყარო ღმერთი ამ ყველაფერს უკვე ცხოვრებაში გიდასტურებს რომ ეგ არის და კი და ზუსტად და კიდე უფრო მყარდები და გჯერა იმ ყველაფერს რასაც აკეთებ. ანუ მაგ მომენტში. კი, მაგ მომენტში კონდა. კი. აი, არის მაგ მომენტში კონდა ალბათ შეგრძნება რომ გაიმარჯვე, ხო? რა თქმა უნდა. ფაქტიურად გამარჯვება, ანუ წარმოუდგენელი რაღაცა არის და წარმოუდგენელ რაღაცას გადააბიჯა რა. ანუ ის ნაბიჯი გადადგა, აი 10 ადამიანი რო გააჩერდა რო კითხვა ნაბიჯს გადადგა თუ არა, ტიპიტი იტყვის ვერ გადავდგავდა, ამერ ადამიანი გადადგა. და კაი. და ლაპარაკობს იცი რა რთულია. მე მოგეთ პაციენტებთან ჯერ მქონია ეგ მომენტი, რომ აი ვეხვეწებოდი, რომ მითხარი, რომ სხვისთვის იყოს სტიმული. არ უნდათ, ანუ დადებულია ეს ინფორმაცია. გაზიარება, იმდენად კილოში აქვს, რომ ვერ აზიარებენ ამას ამ ხო, ჩემი დიაგნოზი ჩემია და ყველაზე მთავარი არა და არის ყოველთვის ეს გაზიარება, აღიარება და ასე შემდეგ რა, მაგრამ რა თქმა უნდა საკმაოდ რთულია. უბრალოდ ეგეც ეტაპი არის, რაც უნდა გაიარო, ხო? ნუ ბევრი ადამიანი სამწუხაროდ ვერ გადის. ესეც ნუ პრაქტიკაში ესე ჩანს, მაგრამ აი მე ყოველთვის იქ ვარ რა, რაღაცა როცა არის ჩემთვის უკეთესობისკენ მიმავალი. მირჩენია ცოტა ხანი მიწვალო და მე ეს უკეთესობას შევქმნა. რატომ უნდა ვიყოს ამ წვალებაში და წვალებაში, ხო? აი რუტინა მაინც რაღაც სხვანაირია. თან მithumetas თუ არ გსიამოვნებს, ან თუ ბოლომდე ვერ არის შენთან და კომფორტში არ ახარ აი ამ კუთხით რასაც აკეთებ რა. რა თქმა უნდა, ასპროტ. რო შემოვედით. კარგი ენერგეტიკა არისო რა, ახსენა. ხო და ახლა ნახე ეს ენერგეტიკა მოდი რომ გაყიდოს მივაბათ რა. ადამიანი რო ვერ ყიდის, რისი ბრალი უფრო არის, ცუდი სკრიპტის თუ ცუდი ენერგეტიკის? აი ხა გეტყვი ძალიან საინტერესო რაღაცას და ესეც ნუ ჩემი პირადი პერსპექტივიდანაც გავაზიარებ რაღაცებს რა. მქონია რაღაცა ფანტასტიკური სკრიპტი, მიქირავებია სტუდიო, გადამიღია საოცრებები და არ ვიცი, ვიდეოს მქონია 2000 ნახვა და არაფერი არ გაყიდულა. მოსულა პირობითად ღამის ჯასტ ლამაზი გიდეო გადაიღე. კი, მოსულა ღამის 2 საათზე აზრი რომ ეხა ეს უნდა ვთქვა და აი მართლა შემაწუხე, იმიტომ რომ ემაწუხებდა და ხო ვიცი რომ სხვებსაც აწუხებს. ჩავიწერე ეხა ღამის 2 საათზე არ იმას ვიზავდი, გავიღვიძე და აი ლოგინიდან ჩავწერე ესე ვიდეო რა.
ალბათ ხვდები რომ შედეგი ბევრად მაღალი იყო საერთოდ ყველაფერს. ხვდები, შუადღის ძილი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გვიანი ვიწევ. ანუ სკრიპტს ნამდვილად ვერ მივაწერთ მხოლოდ ამას. ეს არის გჯეროდეს, რასაც აკეთებ და რეალურად შენი პროდუქტი ვიღაცას ეხმარებოდეს რაღაცაში. ხო, ანუ მაინც ენერგეტიკამდე მივდივარ, ანუ შენზე არ დამოკიდებული როგორ ენერგეტიკას გასცემ რა, ანუ მაგაზე დამოკიდებული ხარ ტიპს თუ დაგრუზულმა და ურეკენ იქიდანაც იგივე ფიდბექი გექნება რა, ანუ ცალსახად ენერგეტიკა შეიძლება სკრიპტი საერთოდაც არ კონდეს რა. შეიძლება საერთოდაც არ იცოდე, აი მაგალითად ეს ციგნი მოვიგე და აი არ ვიცოდე ციგნის შესახებ არაფერი, მაგრამ იმდენად ენერგეტიკით აგავსო, იმდენად მოხიბლო, რომ ანუ ემოციური ფონი აგიმაღლო და ვიყიდო, ხო? ანუ ადამიანები ემოციურად ყიდულობენ, ყველაზე დიდი ამბავი არის, რომ ემოციურად ყიდულობენ. სხვათა შორის ერთი რაღაც მინდა რომ აღნიშნო, ამ სფეროსთან დაკავშირებით რაც ჩვენ გვაქვს პოდკასტში ბიზნესი და გაყიდვები. ну ახლა როცა სტარტაპი ხარ და რეალურად საწყისი ხარ, მქონია რამდენიმე ფსიქოლოგთან მიმოწერაც შემოსულან კომუნიკაციაში კონტაქტშიც და რამდენი მithქვამს რომ ჩემი პოდკასტის კონცეფცია არის ბიზნესი და გაყიდვები, თავის თავს ვერ ხედავდნენ რაღაც ამ თემასთან და ყველა ისე ფრთხილად იყვნენ რა და იბე მართლა სხვათა შორის ერთი ორ ისეთმა ცნობილმა მითხრა ესეთი რაღაც რომ ძალიან გამიკვირდა და თან იცი როგორი რეჯექტი იყო ის რეჯექტი კი არ იყო რომ აი შენ სტარტაპერი ხარ და მე ხელს არ შეგიწევ რაღაცა მგონია რომ საკუთარ თავში არ იყვნენ დაჯერებულები რომ აი შეძლებდნენ პირობითად გარკვეული ტიპის კითხვებზე პასუხები გაეცათ შენი პასუხი მახსოვს ძალიან აი ვიხალისე რა გაგებით იცი კი რატომაც არა თუ მაგას უნდა მოვარგოთ, თუ უნდა მოვარგოთ, აბა სხვას რას ამ დროს მე უფრო აქეთ შოქში ვარ, ანუ სტუმარი მყავს, რომლის მართლა არ ვიცი ხარ რასაც შენ აკეთებ ხვდები? აქეთ მოხდა მოტივაცია. მაგას გონები. აი ნახე. აი თან და ანუ გადაობა ის არის რომ ხა მე ხო ვეღარ მეტყვი ვარ. და ახლა მე ხო ვერ მეტყვი ვარს და ყველაზე მაგარი ეგ იყო რომ ბიჭო კიდევ დავხდა, მაგრამ ეხა მე როგორ მოურგო ეხა ხო ხვდები რომ წაიწავე იმდენად დიდი ხანი ვიფიქრე, ანუ მე ხო იცი ხა შენთვის იდეა, შენთვის გამოგივიდა რაღაც, ეხა მე თანაწამყვანიც რომ ყავს, ეხა ლაშას უნდა გაუზიარო, რომ ლაშა ნახე, იცი ისეთი აი რაღაცა სხვანაირად მოქმედებს ეს გოგო ჩემთვის რამდენიმე რაღაც მოსმენილი რაღაცა, ეს ყავს სტუმრად და იცი რა არის ხა შეიძლება გაყიდვები და მე ესე ვარ რა და მაგრამ მაგის ვეს ჩაგიგდებ თქო რა. ძალიან ჯერ ლაშას ჩავწეროთ. ну ეს მე და ცოტა პატარა გადაყოლა გამეკეთები და იმის ხაზგასმით რომ ანუ მარტო დავჯექი წავიკითხე ვისწავლი არ არის რა ანუ არც ერთი სფერო ეგ არ არის. ეხლა დავჯექი გავიზუთხე, აი ეს სცენარი არა მაქვს ნასწავლი ხკითხულობ. ვიხსენებ რის მერე რა უნდა დავსვა ხო? ანუ ზეპირად ესე და მე ვერ მოგირგე, ანუ აი საშინელება რა, არ ვიცი ხა ამ სპიჩის მერე ამ კითხვაზე როგორ უნდა გადავიდე. მაინც უნდა დაგისვა. აი ნახე, ხო ყოფილა ბევრი მომენტი და თუნდაც აი კონკურენტები ხო არიან ეხა ადამიანები ერთმანეთის და ხო შეიძლება აი ორი ადამიანი ყიდეს ერთ და იგივე პროდუქტს რა. აი ერთს უფრო გამოსდის და მეორეს არა, ანუ ფასის თემა არ არის აქ რა. ანუ ერთს უფრო ენდობიან და მეორეს არა. შენიც და აი რა იწევს, აი არის პირობითად გამარჯვების მერე აი რაღაცა მომყვება, არასაც გრძნობენ თუ აი საუბარზეა ყველაფერი დამოკიდებული. იცი რა არის? მე ამას ვიტყვი იქედან გამომდინარე რომ პრაქტიკაში ჩემთან სულ ესე იყო რომ მარიშკა შენ რო ლაპარაკობ, უკვე მშვიდდები, მარიშკა შენ რო ლაპარაკობ, გონია რომ ჩემზე ლაპარაკობ და ნახე მე ამაზე რომ საუბრო და ეს თავდაჯერება რომ აქ და ეს ყველაფერი რომ აქ მე თვითონ მაგ გავლილი, ანუ ამ სიტუაციაში მეც ყოფილი ვარ. ეს რაღაცა კურსი გავიარე და სერტიფიცირებული ვარ და ეხლა მოდი შენ გასწავლე, არა, მეც ვიყავი, მეც მткиოდა აქ და ემპათიით ვარ შენ მიმართ ანუ განწყობილი იმიტომ რომ მე რომ მткиოდა ხო ძალიან მჭირდებოდა დახმარება და მე იმ დღეს რო თქვი ძალიან რომ მткиოდა და შემდეგ რო დიდი ბედნიერება ვიგრძენი რომ მეთქი რა უფლება მაქვს ეს არ გავაზიარო მასაც ხო ძალიან უჭირს და წამოვიდა ის რომ მე რო ესე მткиოდა ვიღაცამ ხო მომცა ეს ძალა და დამანახა ეს ბედნიერება და მოდი ეს ადამიანი გავხდები ვინც ახლა იმას ვისაც უჭერს ამ ბედნიერებას რა თქმა უნდა კი და მეორე ამბავია ნახე რა რამდენად აქვს მოდი ბჭყალებში ვთქვათ ბლოკები ამ ადამიანს გაყიდვასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ფული ჯერ კიდევ დემონიზებულია საქართველოში. ფულს ახსენებ თუ არა ისეთ ლაპარაკობენ შენზე რომ ნუ არ ვიცი, კიდე კარგი დამუშავებული მაქვს საკუთარი დავი, კარგად და ბოდიშ და მაგრად არ მაინტერესებს, სხვა სიტყვებით გადათარგმნონ. მაგრამ ნუ აი არ ვიცი რა, ყოს დიდი ტრიგერი, ყოს დიდი პრობლემა, მაინც აი ამ ფულთან ურთიერთობა არის და ხალხი ჯერ ვერაცნობიერებს, რომ საკუთარ თვითღირებულებას რამდენადაც აფასებს,
ზუსტად იმდენი იქნება საბანკო ანგარიშზე. ზუსტად იმდენი იქნება გაყიდვა. რამდენადაც მჯერა რომ ჩემი პროდუქტი ეხმარება სხვას, ზუსტად იმდენად პროპორციულად იზრდება გაყიდვების ჩემთან. რა თქმა უნდა. ლაშა ბეთანხმებით. ლაშა დავადუმე. არა, დავადუმე არა. ყურადღებით გისმენ და რატო გისმენ? ისე ყურადღებით, იმიტომ რომ ზოგადად ჩემი მიმართულება არის გაყიდვების ხელოვნება, მოლაპარაკების ძალა და NLP გაყიდვებში. და ეხლა რაღაცა ჭრილში ძალიან ბევრ სხვაობას და თანმხედრას ვამჩნევ რა და მისწორდება ამასობაში და თან პარალელებს ვავლებ რა, მეთქი აი ეს რო ესე წავიდეს, აი ესე რო ვიფიქრო, ესე რო ვიფიქრო და იდეაში ხო პირდაპირ არის როგორი თემა, იცი? ანუ რასაც გასცემ, იმის პროპორციულს მიიღებ რა. ანუ ზუსტად ერთ-ერთია გადმოცემული ოღონდ სხვა სიტყვებით და ჩემს შემთხვევაში, ანუ გაყიდვების შემთხვევაში ხო, ანუ რა ეფორტიც გაქვს, ანუ რამდენადაც დაიხარჯები, რამდენადაც აწევ მის ემოციურ დონეს, შესაბამისად მით მეტია შანსი, რომ ეს გაყიდვა დასრულდეს წარმატებით რა. ზუსტად იგივე თემა პარალელი ეგ არის რა. ანუ ეს გეუბნება რომ საკუთარი თავში აფასეო, ანუ ეფორტი გაწიეო, საკუთარი თავისო და რამდენიც გიღირსო შენი თავიო, ზუსტად იმდენს გადაგიხდიანო, იმაზე მეც არ გადაგიხდიანო, რაკაც ისია რა. როგორც მოინდომებ გაყიდი. თუ ვერ მოინდომე, ვერ გაყიდი რა. ხო და მე რო ჩუმად ვარ მე ამ დროს. აქ შიდა ბრძოლები მაქვს და ანალიტიკა მიდის, რაღაცა ის რუკა იხატევა და ფაზლები გადამოგდრომა. ხო და კარგია რა. კარგია და ნახე, ყველაზე საინტერესო ეხა რაც არის და რაც დავიჭირე ფუთავ რაღაცებს. ხო, აბა დასრულე ჯერ კითხვა მაგათ ფუთვაში რა. საკმაოდ ბევრი გვაქვს ნეგატივი ყველა ადამიანს. იმდენი რომ მეტი არ შეიძლება ყველა ფეხის ნაბიჯზე რა. თუნდაც შენი кейსი რომ მოყევი თურქეთში წასვლის და მთელი თემები საკუთარი თავისთვის იმდენად პოზიტიურად გადაფუთული, რომ წარმომიდგენია სხვა რაღაცეებში უკვე როგორ ხარ რა. და შესაბამისად, ანუ კომუნიკაციაში სულ ცდილობ ხოლმე რომ სულ პოზიტივი გავუშვა და პოზიტივის ტალღაზე იყო რა. აი მე მაინტერესებს აი პოზიტივის ტალღაზე როდის მოხდი და როგორ მოხდი? საინტერესოა. მან ერთხელ მოხდი და სულ იქ ხარ არ ხდება ოღონდ. ხო, ცხადი არა, მაგრამ ვატეზე პოზიტიურადაც არ არის. არა, მეც მაგ ეხლა ვიღები რომ მინდა გავიდე და მარტო ვიყო, არ დარეკოთ, არ დამიძახოთ, არავისთან არ მინდა. გადით. ნახე, ზოგადად როცა შენი მაინდსეტი აზროვნება რაღაცა კუთხით იცვლება და framework-ი ქვია ამას, ნებისმიერი სიტუაცია შეგიძლია გადაფუთო ისე, რომ შედეგი კონდეს საშენო. მოდი ხა ცოტა გავართულოთ. ამას ქვია ტალღური თეორია, ქართულად იმედია სწორად ვთარგმნი. გვეუბნებიან ესეთ რაღაცას, რომ ყველა, იქ ხო მივედით, შეიძლება ბევრს ჯერ მოსმენილი არ ქონდეს, მაგრამ დავდივართ იქამდე, რომ ყველაფერი არის ენერგია, ხო? შენ, მე, არ ვიცი, ყველაფერი ერთადერთი განმასხვავებელი არის ვიბრაციული სიხშირე. აი ეს ენერგია, გვეუბნება ეს თეორია, რომ არის ნეიტრალური. სანამ გაჩნდება დამკვირვებელი. და ვინ არის ეს დამკვირვებელი? ვართ ჩვენ ეს დამკვირვებლები. და გეუბნება, რომ ეს ენერგია ისეთ მატერიალიზაციას მიიღებს, ისეთ შედეგს დაგიდებს, როგორ ნიშნულობასაც მისცემ ნეგატიურს თუ პოზიტიურს. ოღონდ ეს ხალხო კი არის თეორია, მაგრამ ჩემ ტყავზე ხო ძალიან ბევრჯერ გავიარე. რამდენჯერ ყოფილა რომ სანერვიულოდ პასუხე და გამრავდა ის ნერვიულობა. რამდენჯერ იყო რომ ერთი ამის დედაც და რაც იქნება, აი განეიტრალე, ან რაღაცა კარგისთვის არის, აი რწმენა დაიბრუნე და შესაბამისად განვითარდა. ეს არ არის ხო მარტო რაღაცა მარიშკა გვეუბნება. უბრალოდ როცა ამას გაისისხლხორცებ, უკვე შენი ნაწილია, იცი რომ ყველაფერი საშენოდ ხდება და ამ ენერგიის მართვას როცა სწავლობ, რავი, რატომ მივცა ნეგატიური მნიშვნელობა, როცა ვიცი რომ ყველაფერი საჩემოდ ხდება. ხო ხდები? ოღონდ, აი აქაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ არის ეს პიროვნული განვითარება დაზარდა ძალიან. მართლა საცისწროს ხო მნიშვნელოვანი, ოღონდ მათთვის ვისაც აქვს ამბიცია რომ უკეთეს ცხოვრება უნდა. არიან ადამიანები ვიცნობ, რომ აი რაღაცა აქ და მორჩა, ურჩევნია აქ სხვერპლის როლში იყოს, თითი გაიშვიროს იმის ბრალი, ამის ბრალი და არ გამოვიდეს ამ თავისი სივრციდან. ესეც პატარა გადახვევა. უბრალოდ ხშირ შემთხვევაში ის რომ თქვა რაღაცა პოზიტიური კუთხით დაინახო, შენი წარსული გამოცდილებები არ გაძლევს ამის საშუალებას. და აი ეს არის ზუსტად რომ გადაამუშავო სხვა ჩარჩომისზე.
აი framework ეგაა, რომ გადაამუშავო, გამოიტანო ის ტრამული სიტუაციები მეხსიერებიდან, სხეულიდან, მთელი პრაქტიკები მე კიდე ხმად რო ვისაუბრებთ და შემდეგ უკვე გაქვს თავისუფალი არჩევანი. აი თავისუფალი ვარს რომ ეუნებიან, ძალიან მეცინება ხოლმე. თავისუფლება არ არის ტიტული თუ მინდა ვირბენ რუსთაველზე. საერთოდ არ არის თავისუფლება. თავისუფლება არის, როდესაც შენი ავტოპილოტზე დაყენებული რეაქციებისგან ხარ თავისუფალი. ანუ კი აღარ გმართავს შენი წარსული გამოცდილება, ანუ მართვის სადავეები შენ ხელში არის. და მოდი პატარა მაგალითით მოვიყვანოთ და ძალიან იდეაში საინტერესოა ხოლმე რა. აი მთელი ეს ცოდნა მე რასაც ვაზიარებ, რაც ვისწავლე, რაც გავიარე არის, ეხლა შევედი მართვის მოწმობაზე. და პარალელი გავავლე ეგრე, რომ მართვის მოწმობა რომ მინდა. ჯერ ვსწავლობ თეორიას, ვაბარებ. მე ვსწავლობ პრაქტიკას, ვაბარებ და მე ქალაქში სხვა მანქანებთან ურთიერთობის პრაქტიკასაც ვაბარებ. გავჩდი, როგორ ფუნქციონირებს თეორია არ ვიცი, პრაქტიკაში არაფერი არ ვიცი, არც სხვა ადამიანებთან ურთიერთობა არ მისწავლია და ცხოვრების მართვის მოწმობა არ მაქვს და ხანსად ვეჯახებით, ამიტომ ხანსად ვეჯახებით, ხანას ვეჯახებით და მე გვიწევს ამ ჩვენი ნაწილების ჩვენი ჩეკეთება. ხოდები რომ ხადა პარალელი გავავლო. კი, იმასთან ვიცი, ახლა რასაც შენიტყვი. ამანაც მანქანასთან როგორ აბა ვიძღარით მეც რა ვაკარასთან. გაყიდვების ხელოვნებაშიც კი არა, ანუ სამივე ტრენინგში რომელსაც ვასწავლი. ვეუბნებეს რაღაცას, უყურე, ეს არის command, ეს არის თეორია რა. ამას ყველაფერს ვიყვები რა. მაგრამ ეს ყველაფერი შენ თუ პრაქტიკაში არ გამოიყენე, ჩვენ თუ არ დაუჯექით, თუ არ ვითამაშეთ სიმულაციური თამაშები, ხო? ან кейსები თუ არ განვიხილეთ, ანუ ეს თოდნა დარჩება თეორიული, ანუ წარმოიდგინე მეთქი, ანუ მანქანა, ანუ თეორია ჩაბარებული გაქვს და მანქანაზე ჭდები და მიდი ატარე, ვერ ატარებ. მეცაც გეტყვით ხო, ყავს ერთი მოდელის მანქანა და უცებ ჰოპ და გადაჯექი ერთი 10 თაობის შემდეგ მოდელზე, ხო? ანუ ვერ ატარებ, იმიტომ რომ იმაშიც პრაქტიკა გინდა. ზუსტად ანალოგიური თემაა თქო და ზუსტად მანქანის მოდელში არ მოიხონა. კიდე უკეთ მაგალითად გეტყვი. ანუ მეტდა რა ხარ და თეორია რო იცი ვენაში კათეტერი როგორ ჩასვა. შევა მოკლა ვიღაცა ხო? თეორია იცი, ანუ პრაქტიკა არ გაქვს. თეორიული ცოდნა ჩემი აზრით არის ფუჭი ცოდნა თუ არ გადაყავს პრაქტიკაში და თუ ამ ყველაფერს პრაქტიკაში არ სწავლობ, ასე ვთქვათ. ისეთ კაი მაგალითს მივყვანე, რომ ჩემ შესახებ მინდა რომ აი არასდროს არ ვიძახ ხოლმე არც ერთ პოდკასტში ჩემ რაღაცას გადმოგვწდა. მაგრამ ხო, აი ამალაპარაკა. ხედავ. მახსოვს მეც რა სამედიცინოს პერიოდში როცა ვსწავლობდი. ვა, მართლა? საინტერესოა. მე ვიყავი მეც მედდა. ეხლა რა კი არ მომხვდა, ეხლა რა кейსი მქონდა ძალიან სასაცილო რა. უნივერსიტეტში ვაბარეთ თუ არა მეორე დღიდან რა დაიწყო თუ არა უნივერსიტეტი, მალევე დავიწყე პრაქტიკები რა. მსგავსი რამ ჩემ გარშემო არავის არ გაუკეთებია, იმიტომ რომ ტვინს ახლიდნენ რომ თეორია უნდა ესწავლათ. არასდროს სკოლიდან მოყოლებული სუთხავი კატები არ ყოფილვარ რა. აი ცოტა ცუდად გამომდის, ეხლა ვინც არის იმათთან გამომდის ცუდად თორე. ანუ არ ყოფილვარ არასდროს ეს სუთხავი კატები და ანუ არც მქონია ეგ რომ ანუ ეხლა უნდა ვისწავლო. და ანუ ვერ ვხვდები, ანუ ეს ნეირონი მოდის, მაგრამ ვერ ვხვდები, აი თითით თუ არ შევეხე, თუ არ ვნახე, ანუ ვერ ვხვდები და ეხლა თეორია მაზუთხინე კი, მასე დაზუთხვითაც ჩამიბარებია რამდენიმე საგანი, იმიტომ რომ მასე მთხოვდა ლექტორი, მაგრამ ნუ ეხლა. და მახსოვს ერთ-ერთ დღეს, ანუ პრაქტიკა მაქვს რა, ეს გავიარე, ისეთი მაგარი ერთი წელი მქონდა, სხვადასხვა რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვიყავი და აი ძალიან მაგარი გუნდი მყავდა რა, ვინც მასწავლიდა. და მახსოვს ერთ დღეს მოვიდა ჩემი დროც, რომ მეც სხვისთვის მესწავლებინა რაღაც, მეორე კურსელი ვარ, ანუ წარმოიდგინე. და მახსოვს, რომ მოვიდნენ კურსდამთავრებულები უკვე 6 წელი გავლილი აქვთ, ყველაფერი დაამთავრეს თეორიაში, არიან მხეცები, დღეს რო დამიდგე რავი, ბლიც კითხვებში ალბათ ვერ მოვუგებ, მაგრამ ვენა უნდა ვასწავლო რა, ანუ ეს იყო ყველაზე მაგარი. და ნუ თან ვერთობით რაღაცას ვეუბნებთან, ახლა რო შემოწყეს ასაკით პატარა ვიყავი. ეს ყველაფერი დაფა და მარკერი მოითხოვე. არა, ხელი და ვენა მოთხოვე. კათედრით მევიღავ. ხანა მახსოვს რომ ეს მენა მაქსმენის მეორე დღეს მქონდა გამოცდა. და ეს მენა ჩემთვის იყო როგორიც თან ამათ პრაქტიკას ვასწავლე და თან აი ეს ქსეროქსი მიჭირავს და ზივარ რა რომ მეთქი აი ხვალ რა ვქნა. და მახსოვს მეორე დღეს გამოცდა მქონდა იმასთან, ვისაც მე წინა დღეს ვენა ვასწავლე. ამაზე მაგარი არაფერი არ ყოფილა, შევდივარ გამოცდაზე და ეს გოგო მეუბნება, აი რა უნდა გკითხო, ხო?
უნდა რა ჩაგჭრაო რა და ეს იყო ჩემთვის იმდენად მაგარი მასტიმულირებელი რამხრე ვიცი აი თუ სხვა არ დაიწყო პირობითად პრაქტიკა იმიტომ რომ აი თეორიაში მაგალითად ყოფილიყო იმდენად პირველი შევედი და პირველი გამოვედი იმ გამოსიდან ჩაბარებული და მომიწერე საით წამოვედი აი ძალიან ბედნიერი ვიყავი და ეს ძალიან მიდოდა რომ მეთქო კიდევ ერთხელ დავწმუნდეთ რომ პრაქტიკა არის ყველაზე მნიშვნელოვანი კი გადამწყვეტია და აი პრაქტიკით მე მაგალითად უფრო ბევრი რამ მისწავლია ვიდრე წიგნიდან ამოკითხული, იმიტომ რომ აი წიგნი ძალიან კაია წიგნები, ანუ ეხლა არ გამომივიდეს ისე რომ აი წიგნებს უგმობ და რაღაცა. წიგნები ძალიან მაგარია, მაგრამ ის თუ შენ არ გეხება, შენზე თუ არ არის, შენში თუ არ არის, ან თუ არ იაზრებ იმას, როგორც წიგნის ავტორი, ძალიან რთულია. აი ესე მეტოს წიგნი და ვთქვა რომ უიკი წაკითხული მაქვს, ანუ მე ვერ რა. წიგნისკენ ისე წახვედი მეთქი ჩემი წიგნის რეკლამას ხო არა კიდე ვთქვა. მე როგორ უნდა ეხლა. კი არის ის მარკეტინგული მხარე ჩავაგაკეთე რა თულად პროცესი. მარიამ ახლა დავუბრუნდეთ პოდკასტს და მე მაქვს შენთან ერთი შეკითხვა და ვიცი ახლა ამაზე რასაც გვასწრებ, მაგრამ შენი ფორმულირებით ბევრად უფრო საინტერესოა. აი ადამიანს ხო შეიძლება ქონდეს ცოდნა, მაგრამ ენერგეტიკულად ვერ იღებდეს ფულს. ნაწილობრივ მახსოვს რომ ამაზე პასუხი გაგვეცი, მაგრამ აი ეს ენერგეტიკული მხარე რამდენად თამაშობს დიდ როლს აი ამ საკითხში, როცა აი ძალიან დიდი ცოდნა მაქვს, მაგრამ ნუ ვერ ვიღებ რა ფულს შესაბამისად. ნახე ჩემი დაკვირვებით და მგონია რომ დამეთანხმებით ადამიანების უმრავლესობა ვერ იღებს იმდენ ფულს იმიტომ რომ თავს არ აძლევს რაღაცა ისეთის უფლებას რისი უფლებაც მისცა იმ ადამიანმა ვინც მიიღო ბევრი ფული შეიძლება ცოტა რთულად ვთქვი მაგრამ აი ნახე მე რომ ვუყურებდი რომ ვიღაცას მეტი შემოსავალი ქონდა ოღონდ მე სულ აკვირდები დაკვირვება მიყვარს აი არ ვიცი, ძალიან მიყვარს ყველაფერზე დაკვირვება საერთოდ რა. რომ დავაკვირდი, იქ სადაც მეტი შემოსავალი იყო, უფრო იაფასიანი მარკეტინგით და ცოტა კრინჯულ რაღაცებზეც ლაპარაკობდნენ ბრწყალებში, რა თქმა უნდა. მე მაშინ ეს აკადემიურად უნდა თქვა. არ ვიცი, ლამაზი ვიდეო უნდა გადაიღო სტუდიაში. არ ხვდები და ეს მქონდა რომ პერფექციონიზმი რეალურად. კი, ზუსტად. როგორც კი თავს მივეცი უფლება, ოღონდ უფლება რომ ისე ამაზეც ვისაუბროთ თუ გინდათ უკან რა დგას და იგივე მარტივი არ არის. როგორც კი თავს მივეცი იმის უფლება რომ მეკეთებინო თუნდაც იაფასიანი მარკეტინგს, იმიტომ ვამბობ რომ უბრალოდ საუბრის სტილს გულისხმობ, შეიძლება არასწორად ვამბობ ეხა ტერმინს, მაგრამ როგორც კი დავიწყე და მივეცი თავს ამის უფლება. საკუთარ თავზე საუბარი, საკუთარ შეთავაზებაზე საუბარი, ესე დავარქვით. ნამდვილად ზუსტად იგივე შედეგი დამიბრუნდა. ოღონდ ნახე ახლა როგორი ამბავი. აი ეს საკუთარ თავზე მუშაობა არის თუნდაც ის რომ რწმუნებულება მდიდრები ბოროტები არიან. როდესაც შენში ეს რწმუნებულება არის, ამას სანამ არ დაამუშავებ, შენი ქვეცნობიერი ყველანაირად შეგიშლის ხელს რომ გამდიდრდე, იმიტომ რომ შენ ცუდების სიაში ჩაეწერები, ასე ვთქვათ. კი, ქვეცნობიერს მაინც ეგ რაღაცა. ცნობადობის შიში, ხილვადობა, აი visibility ქვია ინგლისურად ხილვადობის შიში, ხო, ასე ვთქვათ. როცა გაქვს ვინ რა სიტყვის შიში. აი ეს მთელი ძველი რწმუნებულებები ჩათვალე რომ აი გირები გკიდია ძალიან ბევრი და გეკაჩება ქვევით. და სანამ ამ გირებს არ ჩახსნი და არ მისცემ თავისუფლებას აკეთო ისეთი რაღაცეები, რაც იმ დიდარმა ადამიანებმა აკეთეს და სუმაგრად დაიგდეს ეს გირები, ხო? მანამდე ვერ მიიღებ იმ შედეგს, რაც გინდა. კი ბატონო. რთულად თუ არ ახსენი. ეგ შევხედავ. არა უშავს გადაახვევენ. კაი, ნახე, ნუ გენდერული თანასწორობა არის, კი ბატონო, ანუ ქალსა და კაცსაც ერთნაირად შეუძლია ყველაფრის კეთება და ნებისმიერი ტვირთის ზიდვა, მაგრამ რატომღაც მაინც არსებობს შემორჩენილი აი ეს აზრი, რომ ქალი უფრო ფაქიზია და უფრო სუსტი. მაინც სადღაც არის შემორჩენილი რა. ხო და მე ხა მაინტერესებს ნახე, ბევრ ქალს საკუთარი თავის მომსახურების ძვირად გაყიდვა რატო უჭირთ? კითხვა არის საინტერესო და მოდი თავიდან დავიწყოთ. რა თქმა უნდა, თანასწორობა არის და თანასწორი უფლებები არის, მაგრამ მე საერთოდ არ ვემხრობი იმ აზრს, რომ ქალმაც იგივე უნდა აკეთოს და კაცმაც იგივე უნდა აკეთოს. ეს მაგალითი მომყავს ხოლმე. საერთოდ არანაირი სურვილი არ მაქვს, რა თქმა უნდა, ვისაც სურვილი აქვს, უბრალოდ ეს ჯანსაღი ქალის მდგომარეობა, ანუ ფემინური ენერგიის მდგომარეობა არ არის, არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ არ ვიცი, ჩემი მეუღლე პირობითად, პარტნიორი შეყვარებული ვისაც როგორ ყავს, რაღაცა მტვერს წმინდავდეს სახში და მე შეშას ჩეხავდე გარეთ.
რა ვიცი, არანაირი სურვილი არ მაქვს ამის. შესაბამისად, ის რომ რაღაცა თანასწორობა ქალს ყოველთვის ჰქონდა თავისი ძლიერი მხარეები, კაცს ყოველთვის ჰქონდა თავისი ძლიერი მხარეები. ოდითგანვე, ხო? კაცი იყო მომპოვებელი, შემომტანი და ქალი იყო გამამრავლებელი. ზოგადად ქალის ენერგია, გამრავლების ენერგია რო არის, ამას დიდი ფილოსოფია არ ჭირდება, ხო? რასაც შესთავაზებ, იმას გაგიმრავლებს. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალებმა საკუთარი თავის განვითარებადა პოტენციალი და ამ ყოველთვის გამოყენებაზე შეწყვიტონ. უბრალოდ ქალმა უნდა იცოდეს, როგორ მოეპყროს თავის ქალურ მხარეს, პლუს ამას, აი ჰორმონალურად რო შევხედოთ, ქალს მთელი თვის განმავლობაში 4 ფაზა აქვს და წარმოიდგინეთ, იგი ჟეა, კაცს ეს აქვს 1 დღეში. დილით, შუადღეს, საღამოს, ღამე. რასაც ქალი 1 თვე გადის. ანუ ქალს ბევრად ნელი ტემპი უნდა ქონდეს. ხარებივართ. ხო, კი. და კაცისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დისციპლინა. გურული კაცი წარმოიდგინე. ამ ყველაფერთან ერთად გურული რო ხარ. ხო. და აბა ნახევარ დღეში. გურული. მეცეც გეტყვი, ქალის ენერგია რადგან გამრავლებაა, ქალს შეუძლია კაცის გავლით გააკეთოს მანიფესტაცია. ანუ ის ოცნება აიხდინოს კაცის გავლით, იმიტომ რომ ეს თავის ენერგიას აძლევს კაცს და აი რამდენზე გაგიგიათ, რომ ყველა რაღაცა წარმატებული კაცის გვერდით არის ძალიან მაგარი ქალი, ხო? ეს ტყუილაკი არ ამბობენ. ის ენერგია, რისი გავლიათაც, ანუ კაცში ხდება მატერიალიზაცია ამ ყველაფრის. აქედან გამომდინარე, მე სულ ლაპარაკობ იმ პერსპექტივით, რომ ვინმეს რამეს ტყუას კი არ ვარიგებთ და ესეა და ესეა. უბრალოდ გაჩვენებ პერსპექტივებს, რომლებიც ძალიან მაგრამ მუშაობს და მე შენაისში რა შეხვდა თუ გინდა პრობლემა არ არის, კაცო დაჩეხე და გააკეთე, რა სისულელია, ხო? ყოველს თავის გადაწყვეტილება აქვს, მაგრამ უკეთესი გზები როცა არსებობს, უფრო ნაზი, უფრო სასიამოვნო, ქალის ენერგია, სიამოვნება, სექსუალობა, სილამაზეა, შექმნა, აი ეს ყველაფერია და რავი რატო თორე კი და ბოლო კითხვა არ მახსოვს, ქალებს რატო უჭირთ უფრო მეტად გაყიდვებიო, ხო? ხო, ანუ შეიძლება როგორი რაღაცა იყოს, იცი, ერთი და იგივე თემა, ანუ ერთი და იგივე პროდუქტი, ან ერთი და იგივე სერვისი, შეიძლება ქალმა უფრო იაფად გაყიდოს, ვიდრე კაცმა რა. ან თუ არის შესაძლებელი, ან თუ აბსურდია, მაშინ ვაღიაროთ რომ აბსურდია. იცი რა არის? მგონია რომ აბსურდია, სადღაც, იმიტომ რომ ჩემთანაც ახლა ინდივიდუალურ სესიებზე გოგოები მოდიან, არ ვიცი, აი ჰაერში დაფრინავენ კარიერულად და აი შემდგარი და ვერ აგიხსნი. საოცარი ქალები, ღმერთო ჩემო. რატომ მოდი? ქალი როცა მაგაზე ვისაუბროთ, მე უკვე იმ სხვა თემებზე ვჩავთ. ხო, კი. კაცებიც მოდიან არ ნერვიულობ. და ასევე წარმატებულები და რო დაფრინა. კი, ნამდვილად ესე არის. ბოტოქსი ხომივარ და აქაც ისევ ალბათ შემსხვიდავ რწმენებთან მივალ, რომ ეს ქალებს საკმაოდ რთული გზა აქვს გავლილი იქამდე მოსასვლელად, რომ ეს თანასწორობა ყოფილიყო, ხო? ნუ დიდი და რთული გზა გაიარეს ამისთვის. შესაბამისად ეს გენეტიკური კოდებია. და რაღაც მხრივ სანამ ამაზე მუშაობას არ დაიწყებ, ისევე როგორც მე მჯეროდა რომ ყველა მდიდარი ბოროტია და სანამ ამაზე მუშაობა არ დავიწყე, ფინანსური კუთხე რაღაც მხრივ არ გამეხსნა, ზუსტად იგივე кейსი შეიძლება იყოს აქაც. მაგრამ აბსოლუტურ ჭეშმარიტებად არ მომაჩნია. ვერ. ოკეი. კაი, საინტერესო თქვი, უბრალოდ კითხვის დაბოლოება გინდოდა და ნახე ქალებიო ენერგიით მოხტავენო კაცებსო და ყველა ძლიერი მამაკაცის უკან დგას ქალიო რა. და პირიქით რატო არ არის, ნახე რა საინტერესო პოინტი გამოიკვეთა რა. ყველა ძლიერი ქალის უკან რატო არ დგას ძლიერი მამაკაცი? იმაში ხო არ არის პრობლემა, რომ იდეაში ამ კარგი და დადებითი ენერგეტიკის გამცემი უფრო ქალები არიან, ვიდრე დაუშვათ კაცები, ხო? ანუ ქალები უფრო ლაპარაკობენ, უფრო თვილები არიან, უფრო შეუძლიათ ეს ენერგეტიკა გადმოგცენ და კაცი უფრო ჩაკეტილია და ნაკლებად აკეთებს, ამიტომ და შეხედე? ყველა ძლიერი ქალის გვერდით სამწუხაროდ სუსტი კაცი დგას, იმიტომ რომ ამ კაცის სისუსტემ აიძულა გაძლიერებული. კი, ანუ აქ ბალანსი არ არის. როგორც ვთქვი. ხტები, ხო და მაგითო დავიჭირე, просто არ ვთქვი, გაიგე და გააჭერა. ჩაკრავ სისტემაზე როცა ვიზაუბრებ. რა მე. რა? ანუ გააჟღერაო რომ მითხარი მე. ხო და მე არ ვთქვი და მაინც იცი რა, მე გახელი ვარ ნახე. შესაბამისად უნდა მეთქვა. აი ჩაკრავ სისტემაზე რო ვისაუბრებთ, ამ კუთხით ქალებისთვის რატო არის ეგ ენერგია უფრო ნაცნობი და ბუნებრივი, მაგასაც ვიტყვით. კაი, ეხლა ცოტა მოვიდეთ შენს საქმიანობასთან, სფეროსთან ახლოს და მე მაინტერესებს აი ოთახში რა შედიხარ პირობითად და აი მე ან ვორქშოპს ატარებ ან რაღაცა გაქრა შედიხარ, ძალიან ბევრი ხალხია შეგინი და მე მაინტერესებს აი აქ ოთახში როგორ ვგნობ ადამიანს,
რომელსაც საკუთარი თავის ძალიან მაგრად სხვენია. თუ ქონია, თან ეს ამოცდილებაც მაინტერესებს. გააქვს ეგნი? საინტერესოა. აუცილებლად შეამჩნევ რომ უკან ზის. ყველა ვარიანტი უკან ზის, წინ არ დაჭდება თუ სხვენია. თუ წრიული მაგიდა გვაქვს მაგ დროს რა. შეიძლება წრეშიც არიჯდეს. ყოფილა რომ აი კუთხეში დამჯდა რა. ესეთი გამოცდილება მქონია. ნუ არ გაირევა ამ რაღაცა მასაში არ იქნება გამორიცხულია. ყველა ვარიანტში პოზა სხეულის მოხრილი იქნება. ყველა ვარიანტში, ხო, გაშლა ეს არ იქნება, გამორიცხულია და რამდენი შეიძლება თვალები წავიდეს მისკენ, ყველა ვარიანტში არ გარიდებს. და პლუს ინტროვერტია. ხო, იმიტომ რომ პოტენციური შიში დგას მასთან, როდესაც შენ შეიძლება რაღაცა კითხო და იმას ეგრევე უკანკალდება, ან რაღაცას არ უპასუხებს, ან დაიბნება ან რაღაცა მსგავს. შესაბამისად, ეგრევე აგარიდებს თვალს. ალბათ ამებს გამოვყოფთ. რთულია ზოგადად ეგეთ ხალხთან მუშაობა. ნახე ახლა როგორი ამბავი არის. ცენტრალური ნერვული სისტემა, ხო, ნერვულ სისტემას აქვს სამი მდგომარეობა: fight, flight და freeze. ამ ადამიანებთან როცა მუშაობ, ეს freeze, ხა, ბევრი რო არ ვილაპარაკო, არის ნერვული სისტემის გაყინვა. და რას ნიშნავს ეს? ოდესღაც ბავშვობაში რაღაცა ძალიან ტრავმატული, როცა გაიარა და ვერ დაიცვა საკუთარი თავი, აი ხო გინახავთ ცხოველები თავს რო იმკვდარუნებენ საფრთხე როცა ემუქრებათ, ხო? ამას აკეთებს ჩვენ ნერვული სისტემა. აი გავძეგლდიო რომ ამბობენ, ხო იცით? აი ეს არის ზუსტად freeze-ის ნერვული სისტემის მდგომარეობა, კი. შესაბამისად უნდა იცოდე როგორ იმუშაო ამასთან. რთული რა თქმა უნდა არის პირობითად ვისაც ეს მდგომარეობა არ აქვს, იმასთან შეიძლება ორ სესიაში რაღაც საოცრებები აკეთო, ამასთან ცოტა მეტი მუშაობა დაგჭირდეს. უბრალოდ ყველაზე მთავარი არის მით უმეტეს ასეთ кейსებთან შექმნა დაცული სივრცე. ეს მიმაჩნია მე ჩემს ნომერ პირველ დავალებად და მისიათ რომ შევქმნათ დაცული სივრცე, სადაც ადამიანები იქნებიან საკუთარი თავი და არ გაუტყდებათ ამის, რომ არავინ არ განშიეს და ეს როგორ და ასე შემდეგ რა. დაცული მხარდამჭერი სივრცის შექმნა ჩათვალე არის უკვე, არ ვიცი, 60%-ის გაკეთება. მე მგონი ლაშა მორწყვია. არა, просто აუსმენ ისე ხარ. თქვენთანაც აბრახუნებენ? აბრახუნებენ თქვენთანაც? კაი, ხ მაგას თუ ველოდეთ ვერ გავაკეთებ. კაი, მე ისევ გაყიდვებს დაუბრუნდები. ოკეი. და შენი შეხედულება მაინტერესებს, რატომ იწვევიან გაყიდვები? ანუ მუშაობს და გადაიწვა. პიროვნებაზე საუბარი. აქაც მივდივართ ნერვულ სისტემასთან. აი ხლა მე შენთან რომ მოვიდე, აი აქ ვივარ და გეუბნები რომ ლაშა, ერთი თვე შეწყვეტე კბილების გახილვა. რამდენს გადაიხდი? ხომ იცი, ხო იცი. დანახვა და ნებედავი. არა. აზრია. ხომ იცი შედეგად რაც მოყვება. ანუ, იმიტომ რომ ფაქტები გექნება ამის. ნერვული სისტემა რადგან სხეულშია და ვერ ხედავთ იქ რა უბედურებები ჭირს. იმას ანიშნავს რომ ყურადღება არ მივაქციოთ. როცა ნერვული სისტემა არის გამუდმებით fight or flight-ში არის სიმპათიკური ნერვული სისტემის მდგომარეობა და პარასიმპათიკური. კი, როცა არის გამუდმებით ამ დაჭიმულ, დაწრესილ და ტვინის სიხშირეც გადადის გამუდმებულ ბეტა-ქვია. ამ სიხშირეც, სადაც უბრალოდ ერთი წამი დასვენების საშუალება არ აქვს. ამ დროს მაქსიმცეს? როგორ? მაქსიმცეს რა ქვია? ბეტა სიხშირე? მან დავა. კი. ოღონდ მაგ ბეტასაც კიდე სამი მდგომარეობა აქვს და ჰაი, სუზევით რო ადიხარ, ნუ არ ვიცი. იმუნური სისტემა საერთოდ ფუნქციონირებას ლამის წყვეტს, რამე შფოთვა, overthinking-ი, რამე სიმპტომი თუ შეუულია სხეულს რომ მოგწეს, ყველაფერს აკეთებს. როდესაც არ ზრუნავს შენს შინაგან სამყაროზე ნერვულ სისტემაზე პირველ რიგში, ხო? აი ჩათვალე რომ ოთახი გაქვს, სადაც ყრი და საერთოდ არ ალაგებ, არ წმინდა, არ ასუფთავებ და რანაირად გინდა რომ ის გემსახუროს. ეს ხო მანქანას ხო შევატარეთ წეგან. მანქანას მე დიდ და როცა ბარ ზეთი რო არ ჩაასხა, ბენზინი რო არ ჩაასხა, ის რო არ გაუკეთო, ეს რო არ გაუკეთო, მოგემსახურება? ვერა, ზუსტად იგივე ხდება აქაც. და რაც მეტად რელაქსირებულია ნერვული სისტემა, მით მეტად მეტია შენი შემოსავალი. ესეც აი ძალიან კარგად დაიმახსოვროს ყველამ, ვისაც უნდა საერთოდ ფულის კეთება და აქვს ამბიცია რომ იშოვოს ბევრი. აქ ახლა ქვეკითხვა მაქვს. აი ამ მეტად რელაქსირებულ სისტემაზე სიზარმაცისკენ ხო არ გადადის ეს მომენტები? არა.
ну, გაჩნია ადამიანს და გაჩნია როგორ გაიგებს. დავინახე მანდ. ხო, აქ არ იგულისხმება არაფრის კეთება. აქ იგულისხმება შენი ნერვული სისტემის მდგომარეობა. აქ იგულისხმება რამდენად ფეთქებადი შეიძლება იყოს. აქ იგულისხმება რამდენად დაჭიმული შეიძლება იყოს. აქ იგულისხმება რამდენად გამუდმებით ნეგატიურზე ხარ მობილიზებული, რომ რაღაც ცუდი მოხდება. არის ტელეფონზე გირეკავენ, რაღაცა ცუდს არსებობდები, რაღაცა შედეგი გინდა დადო, ნეგატიურის მოლოდინი გაქვს, ვერავერ გავაკეთებ. ეს ყველაფერი არის შენი ნერვული სისტემის მდგომარეობის პასუხი. ყველაფერი, რაც ჩვენს რეალობაში ხდება, მოდის შიგნიდან და მოდი პატარა მაგალითი მოვიყვანოთ. NLP-ში ცეგრია. როდესაც გვაქვს პროექტორი სახში. რაღაცა ფილმი ჩავხდეთ. გავუშვით ამ პროექტორით და ეკრანზე უყურებთ ამ ფილმს. არ მოგწონს ეს ფილმი, არ მოგეწონა რა. ვინმე მიდის და ეკრანთან ჩხუბს იწყებს, რომ შეიცვალოს? ეკრანთან რატო? მიდიხარ პროექტორთან, ხო? საიდანაც არის. იქ ცვლი ფილმს და შემდეგ ეკრანზეც გადის უკვე ის შენი სასურველი ფილმი, რაც გინდა. აი ეს პროექტორი ჩათვალე არის შენი ქვეცნობები. იცი რა არის, მან ახლა ბებიაჩემი თუ მივჭერებ, სერიალებს რო უყურებ ხოლმე. ყველაფერს იქ ექნება და თქვა არ გამოგადგება ჩემი. ნახე, იდეაში ყველაზე დიდი შენი ცხოვრების, შენი რეალობის არქიტექტორი არის ქვეცნობები. ეს რა თქმა უნდა, ვიხმაროთ. აი ეს ქვეცნობიერი როგორ პროგრამდება, როცა იცი, რა ასაკში რა სიხშირეზეა ტვინი, როცა იცი, როგორ შეგიძლია ამ სიხშირეს დაუკავშირდე და გადააპროგრამო, როცა იცი, ხო? რეალურად მართლა შენი ცხოვრების და რეალობის შემქმნელი ხდები და აი ამას ვამბობ, სულ ამას ვამბობ, რომ აი რომ ეკითხები, რომ სულ პოზიტიური რატო ხარ? კაცო, ვიცი რომ ამით ჩემ უკეთეს მომავალს ვქნი და რატო ვიждე და რატო ვიგლოვო? ვიცი როგორ მუშაობს ეს მანქანა და რატო არ მოუვარო? აი ეს არის. და რაც უფრო მეტად მოული ამ შენს ავატარი დავარქვათ, ამ შენ ჭურჭელს, რელიგიაში ხო ესე არის, სუფთა უნდა იყოს ჭურჭელი, ხო? მით უფრო მეტად მოგემსახურება. რაც უფრო მეტად გააცნობიერებ, ქვეცნობიერე და ამოიტარ, ცნობიერი ადამიანის არის 5%-მდე, წარმოიდგინე 95% არის ის, ვინც საჭესთან ზის. და შენ გონია რომ შენ ცხოვრებას მართავ. და ეს ჭუბები გარეთ მოვლენებს. აზრია რა, ანუ შენ რეალობის შექმნა იწყება შიგნით. მარიამ, როგორ ხვდები, რომ ადამიანი თვით საბოტაჟშია? თვით საბოტაჟში როცა არის, ყველა ვარიანტში გამოიგონებს რაღაც მიზეზებს, რომ ეს არ გააკეთოს პირველ რიგში. მეორე ის რომ დაიწყება საოცარი აი self-doubt, როგორ საკუთარ თავში ეჭვის შეტანა და დაიწყებს გამუდმებით იმაზე კონცენტრაციას, რომ ეს რაღაცა არ გამოვა. შემდეგი ამბავია, რომ გადაეშვება მე როგორც ვთქვი, რაღაცა ურთიერთობაში, რაც იცის, რომ ამ თემას მოწყვეტს აუცილებლად. თუ მანამდე დისციპლინა ქონდა, დისციპლინას ჩააგდებს. შეიძლება დალევაც დაიწყოს, შეიძლება რაღაცით გაექცეს. ანუ იმის შიში, ნახე, self-sabotage არის ყოველთვის რაღაცა მოცემულის შედეგის შიში, რომ ეს რო გამომივა და პლუს ის რომ არ ვიმსახურებ, მჯერა რომ ამას არ ვიმსახურებ. აქედან გამომდინარე, სანამ მჯერა რომ ამას არ ვიმსახურებ, ჩემი ქვეცნობიერი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს საქმე არ გამომივიდეს. აი პირობითად მოდი რაღაცა პარალელი გავალოთ, ეხლა თან ვფიქრობ, მე რო დავიწყე ამ ურთიერთობაში შესვლა, მე საერთოდ არ მჯეროდა, რომ ბიზნესის ვიმსახურებდი იმ ხრივ, რომ მე არ მქონდა ამის განათლება, მე არ მქონდა საერთოდ არანაირი ცოდნა ფინანსებთან და ასე შემდეგ. ამიტომ მარტივი გამოსავალი ვნახე. კი ყველაფერი კარგად მიდიოდა იქ, მაგრამ გადავეშვი ნაცნობში. მე ხო ვიცი ტოქსიკური ურთიერთობა, მე ხო ვიცი ეს როგორ გამოიყურება. ის არ ვიცი როგორ გამოიყურება, ამიტომ ეშინია. ზოგადად ნერვული სისტემის მთავარი ფუნქციაც ეს არის რა. არ ვიცი, აი აქ რო იდოს, პირობითად წყალი ეს მაგალითი მომყავს ხოლმე. სენსორულად ეს ინფორმაცია შევიდა ნერვულ სისტემაში, აქ თუ ჩანაწერი არის, რომ წყალი კარგია და მიყვარს, მე წამოვიდა მოტორული რეაქცია, ავიღე ეს წყალი და დავლიე. იმიტომ რომ ამისი მჯერა, რომ ეს კარგია. აქედან გამომდინარე, იმისი, რაც ნაცნობი არ არის ნერვული სისტემისთვის, როგორც იგიჟე მაგალითი მოვიყვანოთ, იცი? აი, ხო გაგიგიათ ბევრჯერ, რომ ძალიან გაჭირებული იყო ოჯახი, მოიგო რაღაც ძალიან დიდი თანხა, სამთეში გაფოტორდა, ან გაფლანგა. იმიტომ რომ მისი ნერვული სისტემა არ იცნობს დიდ თანხას და ბიოქიმიური პროცესი მიდის. კორტიზოლის გამოყოფას იწყებს სხეული და შფოთვა გეწყება. აი, რო ვერ იღებ რაღაცას. მაგ დროს დადიქი გაიქეცი ენერგიაში, მაგ დროს დადეგ რომ კორტიზოლი როგორც გამოიყოფა შენ მოხმარებელს, ეგრევე ფუდი დაიფარე და გაიქეცი. სამბარს აზრი აღარა, აქ არა.
და მეორე მაგალითი აი ეს წყლის მაგალითი რომ მოყევი, მე ხშირად ვხმარო ხოლმე ამ მაგალითს, ოღონდ ცოტა უფრო ნეგატივისკენ მიმყავს, იმიტომ რომ ნეგატივს რო უხსნი და უხსენებ, მე მაინც გამყიდველი ვარ რა და უფრო დაშინების კუთხით, როცა მიდიხარ და ან სიმძიმით ანახებ, უფრო კარგად აღიქვავს და ამახსოვრდება რა. ეხა პოზიტიურად რო აუხსნი, ან პოზიტიურად გაიგებს, მაგრამ არ მიყვება. ხო და მე ვეუბნები ესეთ რაღაცას, რომ აი ნახე, ადამიანმა რო გითხრას თქო, რომ შენ ცეცხლს არ მივახლავდე ხელს დაიწვავ რა, იმას მაინც გააკეთებ, იმიტომ რომ აქ არ არის რა, ეს არ გაგივლია, ეს ინფორმაცია შენ თვითონ ბავშვებში აწერეთ და საპრობილებული და დაადებინო, მე აღარ გაიმეორე. არდებს და როგორც კი დებ ხელს ამ ცეცხლზე, ეგრევე იმპულსი, მთელი ინფორმაცია შენ გეწერება და შენ ცოდნა გაქვს, ოღონდ ცუდი გამოცდილება გაქვს და სწავლობ იმას და მე ერიდები. ზუსტად ესეა თქო რა, გაყიდვებში უნდა შეგეშალოს, უნდა გეტკინოს და რო გეტკინება, მე ეს ინფორმაცია გაქვს და მეორე მსგავს სიტუაციაში უკვე გამარჯვებული ხარ. ოღონდ ამან ნახე, მარიშკა მახსნა უფრო დადებითი კონტექსტით, წყალზე და ანუ რა საინტერესო ტანდემი გამოდის, ახლა წარმოიდგინე რა, ფსიქოლოგიური გაყიდვები რაღაცა, სერიოზული ტანდემია. აშკარად. იცი რა არის ხა მარიშკასაც ხალხთან რა ან ნახე ცოტა კარგად მინდა რა ვთქვა. აი რა ტიპის ხალხსაც ეხმარები, არ ვიცი ხა რამდენად ტიპებში ერთიანდებიან. აი მაგ დროს ეხა რომ შენ უარყოფითით და აგრესიით ესაუბრო, გონია რომ შეიძლება უფრო ჩაკეტოს. შესაბამისად მიგნება აქ მარიშკას გაკეთებული, რომ პოზიტიურად მიდის მაქსიმალურად, ცდილობს მაქსიმალურად დადებითით დაანახოს რაღაც, რომ მდგომარეობიდან გამოიყვანოს და შენ ახლა ცდილობ როგორც გაყიდვები, რომ ანუ დარტყმა მიაყენო, რომ დაამახსოვრდება და ნახე. იცი რა. ხო. მიდიხრი და მივიტყვი. ერთ რაღაცას ვიტყვი. უბრალოდ დაკორებული ვარ, რომ არ ვიცი რატო, ალბათ ეს რაღაცა ბავშვობიდან წამოსული ამბავია. შეიძლება ბევრად მეტი ნახვა კონდეს და აი შიშს რო გავუჩენ, ბევრად მეტი თუნდაც ყიდვა კონდეს, ოღონდ ახლა ამ შიშს манипуляციას კი არ გულისხმობ ან რაღაცა იმას აბსურდს რა. აი ბულინგის ტიპის ვიდეოები მაგრა ვარდება. რატომ მოწონს ამ ხალხს ან რო რაღაცას ეს რეუნებია? იცი რა ტიპის ვიდეოები ვარდება ყველაზე კარგად. აი თუ დაგვეროდი ხარ, ვინმეს გასვენება როდებს. ანუ ხომრობის გარეშე გეუბნები. მე მაგათაც სულ აკვირდები ხოლმე როგორც ციფრული მარკეტინგის მხარეს. ანუ აკვირდები რა მხრივ. ვინმეს გასვენება, ვინმეს დატირება, ვინმესთან თეთრი მტრედი დაფრინდა. თეთრ მტრედს ექნება იმდენი ნახვა, მე რომ 2 საათი პირობითად ვიდეო გამონტაჟო, არ გამივარდება, მაგრამ ის თეთრი მტრედი სწორ დროს, სწორ ადგილას დაჯდა, ხუმრობის გარეშე გავდები, ხო? ანუ ნახვა ექნება, ანუ არ ვიცი, აი ძალიან ბევრი ის ყოფილა, კიდე ვიდეო, აი უარყოფით გეუბნები. ამის შემდეგ ჩემ ყველა ვიდეოს ნახავთ თეთრი მტრედის და იმიტომ რომ ვარდება. იცი რა გააკეთე? უმეტება გვერდზე და ბუკი გააკეთე, მასე გაიწე, თეთრი მტრედი რო შდება და მე გაარჩა. ბერტო ჩემო, ხო, ნუ ძალიან ხო, აი უარყოფით ადამიანი უფრო უყურებს, არ ვიცი რა. ესეც გენეტიკურია და აი გენეტიკურ კოდს შეხედა. მე საერთოდ არ მზიამოვნებს, მე ეგეთ რაღაცებს რო ვხედავ, ანუ ხო არც ჯერ ანუ შიშით არ მეშინია, იმდენი გვაგმაქნა რა ცხოვრებაში. ეხლა რა ვთქვა რომ მეშინია მაგით არა, მაგრამ აი არ მზიამოვნებს რა არ არის, ხა ვერ ყოფოულობ რაღაცა ისეც, რომ იმ ვიდეოდან შემიძლია წამოვიყო და რატო უნდა ვუყურო? იცი როგორ საინტერესო რაღაცას გეტყვი, მაგას ქვია, აი ნარკოდამოკიდებულება. ხო იცით რომ თუ არ მოიხმარა, ეს ნუ საშინელება ეწყება. ადამიანის ყველაზე რთული დამოკიდებულება არის ემოციებზე დამოკიდებული. რა თქმა უნდა. ემოციებით იკვებებიან. და როცა ეს გამჯდარი გაქვს, აი საოცარია ჯო დისპენსარი ნეირომეცნიერი, ვინც ამ ჩაკრალურ სისტემაზეც მუშაობს და მას ჰქონდა ესეთი მაგალითი. ქალი, რომელსაც აქვს გამჯდარი ემოცია, რომ მე არ მაფასებენ და მე ყოველთვის აი რაღაცა უმადურად მეკცევიან, წარმოვიდგინოთ кейსი, რომ არის ცოლი ესეთი რა, დიასახლის ცოლი, უყვარს სახში ფუსფუსი, ასე შემდეგ. ქმარი მუშაობს. ეს ცოლი დააწყრიალებს სახლს, გააკეთებს საჭმელს, არ ვიცი, გადაწმენს სტენკას, ყველაფერი, ნუ პრიალებს, მოკლედ. ეს გაგიჟებული გაუბედურებული დაღლილი ქმარი მოვა სახლში, დაждდება ერთსულեք ჭამოს, გადაევლოს და დაიძინოს და ეს ცოლი დაჯდება სახით. რას ნიშნავს, რომ ეს გაპრიალებული სტენკა არ დაინახა? იმიტომ რომ მისი ემოცია, რომელიც აი ამ დაუფასებლობას გრძნობდა და წერია მასში, ხო? გამოდმებით ეთხოვს გამოყვებას. ამიტომ არის რომ ადამიანები დამოკიდებულები არიან იმ ემოციაზე, რაც მეტად ჭარბი გამოცდილება იყო მათ წარსულში. ეხლა გენეტიკურად გადავხედოთ ჩვენ კოდს, რა ვიცი მე, ვაფშე როგორ გადავრჩით. აქ როგორ ვართ? მე მანდ კიდე ეგოს თემას დავიჭირე. ხალი შემთხვევაში გამწყრიალებული სტენკა როგორ ვერ შეამჩნიაო და როგორ არ შემაქო და როგორ არ მითხრა არამაგარი ხარო, მანდ კიდე ეგოზე დადიხარო. ესეც ბავშვობიდან მოდის. ხო, მანდაც ეგოზე დადიხარო, გინდა ვიღაცამ თავზე ხელი გადაგისვას. ეს ბავშვობიდან. ეს ბავშვობიდან მოდის.
სხვათა შორის მე ბევრი მაქვს ეგეთი ტრამები და მეც მაგიდან დავიწყე. არ ვსაუბრობდი, მაგრამ საბოლოო ჯამში იმდენი ვისაუბრე და ისე ვისაუბრე, რომ წიგნს დავწერე და პირველ გადაცემაში ჟანასთან ვიყავი და იქ გავშალე, აი ყველაფერი ვისაუბრე, იქ გადავწყვიტე, რომ აი უნდა დავშალო და უნდა გავუშვა რა, იმიტომ რომ რაც უფრო დიდი ხანი გაგშიგნით, ანუ აი როგორ არის, იცი გროვდება, ეს არც იკლებს, სტაბილურადაც არ რჩება პირიქით რა, ანუ აი მართლა კაპიკ ემატება რა ყველაფერი და საბოლოო ჯამში სადღაც იფეთქებს რა და აი იქ რო იფეთქებს არ მინდა რომ ხალხს ეგონოს რომ აი იქ რო იფეთქებს ნუ კაი ან ვულკანივით ამოვა და всё დაწყნარდება და ყველაფერი მორჩება და მე რაღაცა გზა გამოჩნდება არა აი იქ რო იფეთქებს იქ ძალიან ცუდად იფეთქებს და ძალიან ბევრ რაღაცას შეცვლის იმიტომ რომ ჩემს შემთხვევაში ეგ ერთი ფეთქება უკვე მქონდა და ბევრი რაღაცები შემიცვალა რა ხო და აი მაგიტო არის რომ მე დავიწყე ცოტა ეგოს დათრგუნვა და დათრგუნვა ჩაგინაცვლებდი სიტყვა დამეგობრება ჯობია როცა ეგოს უმეგობრდები ფაქტობრივად ყველა პრობლემა გვარდება პლუსი და მინუსი ხართ ჩვეულებრივ ეს პოზიტიურად შეხედავს არა reframing-ი ქვია მაგას ზუსტად პერსპექტივას როგორცაც მისცემს ზუსტად იმ რეალობას დაგანახებს სამყარო ზუსტად და სხვათა შორის ხო ძალიან გამეცინა რომ ვეღარ იტევო რა თქვი წიგნი მეც მაქვს დაწერილი და ჩემი აი პირველ სიტყვებით ეს არის დგებადრო როცა ამ ყველაფერს ვეღარ იტევ და დრო არის როცა უნდა გააზიარო მანიფესტაციის საიდუმლო კანონები ჯერჯერობით არის PDF-ი ეხა სხვა ვერსიაზე ვმუშაობ კიდე და საფხულში სავარაუდოდ უკვე მატერიალური ვერსიაც იქნება აქ გონი მარტო ვერსია როცა შეიძლება ანუ ორი პრეზენტაცია ორი კაი, შეგიძლია გაიხსენო მაგალითი, როცა შენთან მოვიდა ადამიანი, რომელსაც ქონდა პირობითად ჩივილები ან პრობლემა, ტკივილი, რომ მაგალითად ვერ ყიდის, ან ფსიქოლოგიური პრობლემა ქონდა, აუ უბრალოდ ვერ ყიდის და აბრალებდა თავის გაყიდვებს, მაგრამ ამასობაში ფსიქოლოგიური პრობლემა იყო, ან შეიძლება გაყიდვები არ ყოფილიყო და რაღაცა სხვა პროფესიის ადამიანი მოვიდა და გეუბნებოდა, რომ პირობითად ვერ აკეთებს თავის საქმეს, რაც მაცდია და ამასობაში აღმოჩნდა, რომ ძალიან ისეთი ფსიქოლოგიური პრობლემებში იყო, ძალიან ახლართული იყო. კი. მე მყავდა ერთი მოკლედ ბიზნესმენი, ოღონდ ქართველი, მაგრამ საქართველოში არ ცხოვრობს. აქ აწარმოებდა თავის რაღაცებს, აწარმოებდა სწორი სიტყვა არ არის, ანუ აქ ქონდა ბიზნესი და ძალიან ბევრი რაღაცა იყო გაყინული. ამ საქმიანობაში რა. როცა დავიწყეთ მუშაობა, როცა ნახე რა მინდა რომ გააცნობე რომ ხალხმა ფემინური და მასკულინური ენერგია, ანუ ქალური და კაცური მარტივენაზე რო ვთქვათ, ქალშიც არის და კაცშიც, ანუ შენშიც არის ქალური და ჩემშიც არის კაცური ენერგია. უბრალოდ ეს უნდა იყოს სწორი პროპორციით, ასე ვთქვათ, დაბალანსებული. უმრავლეს შემთხვევაში ეშლება ის, რომ იმიტომ რომ დაბალანსებული არა და სადღაც სიცარიელეს გრძნობს, ამიტომ ყავს ცოლი ან ქმარი და ამ სიცარიელეს მეორე ნახევარს ეძებენ. ის კი რომ მე მთლიანი ვარ და მოდი მთლიან ადამიანს მივიზიდავ და კი და ერთად განვითარდეთ კიდე უფრო წინ. არა, სიცარიელებს ავსებენ და მე ერთმანეთს ამ ტკივილში, ისამასაბრალებს. და როცა დავიწყეთ ამაზე მუშაობა და ჩაკრალურ სისტემაზე მუშაობა, ხო? ძალიან ბევრ რაღაცას აღარ უყურებ აი ესე პერფექციონიზმით და ესე ჩაჭრილად და კონტროლით და ამ კონტროლს უშვებ და აი ცოტა ეს რელაქსირებული მდგომარეობა რომ მოდის აცნობიერებ რომ რაღაცები მაგრა კიდია ცოტა ისე ჟარგონულად რო თქვა რა მეორე მესამე მეოთხე სესიის მერე აი გიჟი პროსტა ვოისებს მიგდებდა რომ მარიშკა შენ ხო არ გაგიჟდი ნახევარი წლის გაყინული საქმეები დამეძრა და ეს დაიძრა და სულ რო არ მეგონა და დაიძრა და ავტომატურად მისი ნერვული სისტემის დამშვიდებასთან ერთად და ამ რაღაცა ასპექტების გავლასთან ერთად წამოვიდა ის გაყინული, ასე ვთქვათ, დაპაუზებული საქმეებიც. აი ესეთ кейსი მქონია. იდეაში შეიძლება გაყიდვებიც დავარქვათ, ბიზნესი. იდეაში ბიზნესი გაყიდვები, იმიტომ რომ ბიზნესი გაყიდვების გარეშე, რა თქმა უნდა. გარე ვერჯერადი ბიზნესია. უბრალოდ ატრიალებ და არაფერი შედეგი არ მოაქვს. ნამდვილად. ვიცი, ახლა უცებ რა კითხვა დამება და აი არ იქნებოდა ხა ეგ ადამიანი არც პირველი არც უკანასკნელი, ვინც საკუთარი შენთან მოსვლის მერე საკუთარ წარმატებას ესე აღნიშნავს და გიზიარებს, რომ შენთან რაღაც პერიოდის გავლის შემდეგ იცი რა მე კარგად გამომივიდა რაღაც ან ჩემი ყველაფერი შეიცვალა დადებითებსკენ, წავედი უფრო პერსპექტივა მაქვს უფრო კარგად და პროგრესულად. ეხლა მე მაინტერესებს რა იცი, შენ ამ დროს რა გსკრწლობ? მე ზოგადად აი ნახე არა, სხვა მხრივ გეკითხები ნახე.
აი უფრო მაინტერესებს ამ დროს შენი ეგო რა შვება. აი რამდენად აქვს ეს კანდიდატები, რაღაცა ის არა გაქვს, რომ აი რა მაგარი ვარ, აი ნახე რა ვქენი. აი ეს შეგრძნება თუ გაქვს მაინტერესებს. რო არ მოგატყო ეს შეგრძნება, აი ხა ნაცნობი საერთოდ არ არის. ერთადერთი რაც არის მართლა გული მიჩუყდება ხოლმე და კიდე უფრო მეტად თვითრწმენაში მივდივარ და საწვავით არის ეგ ჩემთვის, რომ კიდე უფრო ბევრს უნდა დაეხმარო და კიდე უფრო ბევრი პრობლემა უნდა გადაჭრო და რა მაგარია. მე რაცნობიერებ, რომ აი ეს ყველა ტკივილი რაც გაიარე. ეს იყო რაღაცა ბაზა, რაც გამზადებდა იმისთვის, რომ მე სხვებს დახმარებოდი რა. შესაბამისად ის რომ აი ხა მაგარი ვარ, არავინ არ რივ საერთოდ ზარო, ანუ არ მიმაჩნია რომ ვინმე ახლა რაღაცა არ ვიცი რა. არ მიმაჩნია ესე. რა სისულელეა ყველა ერთი ამბისგან, ანუ ენერგიისგან შევდგებით, თავარა ვინ რას როგორ მიმართავს. ჩემთვის უბრალოდ ძალიან დიდი ბედნიერება არის, როცა ამ შედეგებს ვხედავ და ეს არის ჩემი საწვავი, რომ კიდე უფრო მეტად გავაგრძელო და განვითარდე, უფრო მეტი ვისწავლო, უფრო მეტ რაღაცაში შემეწოს დახმარება და რა თქმა უნდა ეს მე ჩემსაც კარგად აისახება. ძალიან დიდი მადლობა ესეთი პირდაპირობისთვის და კარგი ახსნებისთვის, რომ აი შინდა რასაც გრძნობ ჩემი აზრით, ადამიანი თვითონ თუ არ ახსნის, სხვა აი ვერ მიხვდება ბოლომდე და აი ბოლომდე რო ხარ გახსნილი, გაშლილი და აი შინ რაც გაქვს, აი რო დადებ და გვაკითხებ. ან შე თვითონ გიკითხავ, ხო? ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის მოსასვენად და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ეხლა გადავიდეთ უცებ ასეთ თემაზე. რა ფრაზებით ამხელენ ძირითადად ადამიანები თავიანთ ბლოკებს? თავიანთ ბლოკებს პირველი პასუხი არის ხოლმე არ ვიცი. ოკეი. რაც ამოდის არ ვიცი, ეს არის რეზისტენტულობა, ანუ პირველი ნაბიჯი არის, რომ აღიარება უჭირს. კი, აი ძალიან დიდი კედელი არის აღმართული. ალბათ როცა ხშირად ხმარობ, აი თუ ეს გამომივა, აი მე რო იქამდე თუ მივალ, ანუ აკვირდები უკვე საუბარს რამდენად ჯერა იმ ადამიანს ამ ყველაფრის. იდეაში აი ყველაფერი ისევ წავალ ქვეცნობიერისკენ არის შენი რეალობა, იმის დასტური ისიც გჯერა და შენ ნერვულ სისტემას ჯერა რომ იმსახურებ. და როცა აი ერთი кейსი მქონდა, ეხა კურსიც მაქვს, სადაც ჯგუფში მყავს საოცარი გოგოები კი არა საერთოდ, სულ საოცარი ხალხი მყავს და ძალიან მიხარია, აი კიდე უფრო მებედნიერებს. რომ აი ესეთ რაღაცებს მეუბნებ, რომ აი მარიშკა ნახე, კარიერაში, ამ ყველაფერში, ყველაფერი კარგად მიდის, ძალიან კარგად მიდის, ანუ ასე შემდეგ და ნუ უფრო წინ და წინ მივდივარ და აი ამ პირადში რა, არაფერი არ გამოდის, სულ ესეთი რაღაცა ხდება და ეგრევე აი აქ უნდა დასვა კითხვა, რომ აბა ერთ წამი თვალები დახუჭე, ნუ ეს სენსორულ ინფორმაცია რო აღარ შედის, ბევრად უფრო კონცენტრირებული ხარ შეგნით და შენ აი კარიერული წინსვლა გაქვს, ეს გაქვს, იმიტომ რომ გჯერა რომ იმსახურებ. პასუხი არის რა თქმა უნდა, კი, იმიტომ რომ არ ჯეროდეს კარიერული წინსვლაც არ იქნებოდა. და მოდის მეორე პასუხი. ოღონდ, აქ უნდა იყოს ძალიან გულწრფელი. აქ უნდა იყოს ისეთი გულწრფელი, რომ შეიძლება ძალიან გეტყინოს რა, რასაც ამბობ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ესეა, მაგრამ შენს რაღაცა ვერსიას ჯერა ამის. მოდის კითხვა. კაი, ამის გჯერა რომ იმსახურებ და ამიტომ ვითარდება. რატო არ გჯერა რომ სიყვარულს იმსახურებ? აი აქ ხდება მთელი ეს უკვე ამოდის, როცა გახსნილი არის ადამიანი და გვიმუშავია. შეიძლება პასუხი იყოს იმიტომ, რომ ფიზიკურად კარგი არ ვარ. შეიძლება პასუხი იყოს იმიტომ, რომ უინტერესო ვარ. კომპლექსები მოდის უფრო. ეს ბავშვობის პროგრამირება, რაც თუ გინდა ვთქვათ, როგორ ხდება ამის პროგრამირება და მოდის მთელი აი ის გადაუმუშავებელი ტრავმები და ის რწმენები, რაც მის ნერვულ სისტემაში არის ჩაწერილი. რა მაგარი ტანდემი იქნება ჩვენ ორის, ანუ მისი პროექტი და ჩემი NLP გაყიდვებში რო შევაერთოთ. ან ანალოგი არა საქართველოში. იმის ეგო გადადა. არა, ჩემცაც საინტერესოა მე ზოგადად ყველაფერს. ჩემი ეგო ხიში მელოდი. ერთი წუთი რაღაცას გეტყვი კიდე და ადამიანებსაც მინდა რომ კარგად ესმოდეთ. ეგო არის დაცვითი მექანიზმი, იდენტობის ნაწილი, რომელმაც ისწავლა, რომ ცეცხლში ხელი რო შეყოდა და ეწვა აღარ უნდა შეყვას. ან ეგო თუ დავთქვი, რომ ამბობენ, ego death და მოკალი და გააქრე. მაშინ აქ ცეცხლი გაჩნდეს. საკუთარ დასხლავებით. მაშინ აქ რო ცეცხლი გაჩნდეს, ჩვენ ეგო გამხრალები დავიწვევით ცეცხლში, იმიტომ რომ არ გაგვაჩნია არანაირი დაცვითი მექანიზმი. ეს ეგო უნდა იყოს უბრალოდ გაცნობიერებული. აი თუნდაც რომ ამბობენ, რომ როგორ გშურს. აბა ერთი წამ პერსპექტივა შეცვალე. ის კი არა რაც ზოგადად ადამიანებმა დაიწყეს ადამიანობის უარყოფა. რო გშურს, რო გტკივა, რო გეტირება, რო ბრაზდება, ეს ადამიანობაა და რატო რა თქმა უნდა, როდის გადავწყვეტეთ, რომ ადამიანობაზე გვეთქვა უარი. მოდი ესე დავსვათ კითხვა.
როტირი ან რო გშურს, შენ რა ნაწილს შურს და ტკივა. იმას ალბათ შეიძლება სადღაც 6 წლის რო იყო ეს ძალიან უნდა და არ ქონდა და ეს იმიტომ მოდი ის მძაფრად და მოდი იმ ტკივილს მივხედოთ, ანუ სიმპტომის განკურნება არ არსებობს. საფუძველი უნდა განკურნო, რომ სიმპტომი გაქრეს. კბილი რომ ტკივა, რამდენი უნდა ვსვა ეს გამაყუჩებელი, საფუძველში უნდა ჩავიდე და ის განკურნო და ქულის ტკივილს გაქრება. რა თქმა უნდა. ამიტომ ეგო საინტერესო იმია თუ დაუმეგობრდები. აქიდე ერთ პარალელს გავაკეთებში რა. ანუ ნახე, ზოგადად მე არ ვასწავლი ხოლმე კონკრეტული პროდუქტის ან კონკრეტული სერვისის გაყიდვას. იმიტომ რომ სულ ამითი ვიწყებ ხოლმე ჩემ ტრენინგს, რომ ადამიანი არ იღვიძებს იმაზე ფიქრით, რომ დღეს შენი პროდუქტი ან შენი სერვისი უნდა იყიდოს. ამაზე ფიქრით არც ერთი ადამიანი მსოფლიოში არ იღვიძებს. იღვიძებს იმაზე ფიქრით, რომ რაღაცა ტკივა, რაღაცა აწუხებს, რაღაცა პრობლემა აქვს და რაღაცა დისკომფორტი აქვს და აი ამის მოგვარების გზებს ეძებს. შეიძლება აქტიურად არ იყოს ამაში ჩართული დილიდანვე, მაგრამ ტვინში აქვს ეს ალარმად და როგორც კი საშუალება გამოჩნდება, ეგრევე ეს ალარმი იყვირებს და всё გადმოერთება და უკვე აქტიურად უსმენს. შესაბამისად, მე ვასწავლე ესეთი ტიპით, რომ უნდა დაიწყოს არა იმითი, რომ მე ესეთი პროდუქტი მაქვს, მე ესეთი პროდუქტი მაქვს, იმ სიმღერას კურნავს, ესეთია, ისეთია. მე რა, მომხმარებელსა რა, შენ რო ეგეთი პროდუქტი გაქვს, ხო? და ვასწავლი, მოძებნე ან ტკივილი, მოძებნე თუ ტკივილს ზუსტად ვერ აიდენტიფიცირებ, მოძებნე ტკივილ გამაყუჩებელი რა შეიძლება შესთავაზო, ან სარგებელი. შენ შემთხვევაში პარალელი რაც დავიჭირე რა, დავიჭირე ის რომ შენი მომხმარებლები არიან ტკივილ გამაყუჩებელზე და ამასობაში ვერ ხედავენ ტკივილს. აი მანდ არის რა, რაღაცა ისეთი ზღვარი გაყიდვებში რომ მე ტიპებს ვეუბნები რომ ნახე თუ ტკივილს იპოვი, ოკეი, ძალიან კარგია და ჩააჭერე მაგ ტკივილს, რაც უფრო მაგრად ჩააჭერო, უფრო მაგრად გაიყიდება და უცებ გაიყიდება, ეს თუ ვერ იპოვე, ტკივილ გამაყუჩებელი მაინც მიაწოდე რომ ამითი მაინც დააკავო და ამასობაში ტკივილიც გამოჩნდება და შენია. ანუ უფრო მეტი ზეწოლა ტკივილზე და ტკივილ გამაყუჩებელზე. იპროს და როგორი პარალელი დავიჭირე ზუსტად რა. კიდე ახლა ჩამჭრელი გითხოდა გისმა. გამოვში კამან. მიყვარს ესეთი. რამდენად მიგიღია? მოიწერე. რამდენჯერ გამოწოდე. რამდენჯერ მიგიღია იმაში მონაწილეობა, რომ შენ თვითონ ეს ტკივილი შეგექმნა, რომ პროდუქტი გაგეყიდა. ვაუ. ეხლა გონია ვერ ვიტყვი. არა, მე ვიცი რომ ბაზოს გამცემ, მაგრამ კითხვა ხო კაია. გადასარევი კითხვა და ძალიან ხშირად მithქვამს ესეთი რაღაცა. ადამიანი ყოველთვის რაღაცა თავისი ასე ვთქვათ შინაგანი ბუნების რაღაცა ან დამახინჯებული სახე არის, ან ანახებს დამახინჯებულ სახეს, ან თავის რეალურ სახეს ანახებს ხოლმე. ჩემ შემთხვევაში მე ღიად ვსაუბრობ ამაზე, რომ ვარ ნარცისი და შესაბამისად ხოლმე ხო თავიდან მქონდა პერიოდები, რომ ამას მალავდი და ჩემში იყო დამალული, არ ვამშხავნებდი ამას, მაგრამ მე მივხვდი, რომ აზრი არ აქვს ამას, იმიტომ რომ გარეთ ქუჩაში გამოდიხარ და ყალბი ხარ და შესაბამისად სახლიდან გამოდიხარ თუ არა, უკვე ნიღაბი გაკეთებული და უკვე ნიღაბით მოძრაობ რა, ანუ რაღაცა ისე დადიხარ. შენ ხარ, მაგრამ შენ არ ხარ რა და ვერ გრძნობ. საბოლოო ჯამში ეს გტეხავს და მე მივედი იმ დასკვნამდე, რომ ყველაფერი მახიარო, რომ ხარ ნარცისი. ახლა ნარცისი რო ვარ, ყოველ შემთხვევაში, ანუ ნახე, მომწონს საკუთარი თავი, საკუთარი წარმატებით ვტყვები და ძალიან ხშირად მქონია ხოლმე მომენტები, როცა ვერ მომიძებნია ტკივილი, ვერ ტკივილ გამაყუჩებელი ვერ მომიძებნია, მაგრამ შემიქმნია დამიხატი ამისთვის ტკივილი, რომელიც მომავალში უეჭველი ელოდება. ოღონდ როდის არც მე ვიცი და არც მაგას. ან დაზღვევის შემთხვევაში მქონდა ეგ რა მეთქვა, სხვადღარად სადაზღვევო კომპანიის გაყიდვაში ვერ იმუშავებ. ვერ იმუშავებ რა, დავუხატე. იცი რა, ძალიან საინტერესო რაღაც თქვი ხა, იმიტომ რომ აი მე რო ხა ქალებთან უფრო აქცენტი მაქვს ამ პირად ურთიერთობებზე, ხო? ნუ მე დახატვა არაფრის არ მიწევს, მაგრამ აი ამის იდეა წამოიღო იმან რომ დამიწერა ერთმა გოგომ, რომ კი 20 წელი მაგაში დაკარგე. და ეს არის სხვა ქალისთვის, რომ 20 წლის მერე შეიძლება ისევ აქ იყო. ხვდები? ანუ მომავლის
და ყველაზე ძვირფასი რა გვაქვს ხო დრო რა თქმა უნდა. ის ბედნიერი ან 20 წელს რო ტოქსიკურ ურთიერთობაში დაკარგავ. მე ჯერ კიდე შენი საკუთარ თავისთვის პატიება რამხელა პრობლემაა. იცი ყველაზე დიდი პრობლემა მანდარი ხოლმე. ვერ პატიობენ საკუთარ თავს და მართალია. ხო, ნუ ხა მომავალთან კონვერტირების პრობლემა არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვერ აღიქვავს დროს. ხო. სხვათა შორის გეკარისდე ქონდა ჩვენ აქ ჰაბიტატში და მაშინ თავს ვიზუსტად ეკითხა რა გვაერთიანებს თქო. და ზოგმა დაიწყო ქართველობაო, აი ეს ფართიო, რაღაცა ტრენინგიო და არამეთქი, ანუ დილით იღვიძებ და წარმოიდგინე დილით გაღვიძებულზეც აი ეს გვაერთიანებს მეთქი, რომ საბოლოო ჯამში მივყვანი იქამდე რომ ფული, იმიტომ რომ ეს იმხელა მართვის მექანიზმი და სისტემაში ადამიანების მოქცევის ისეთი მექანიზმი არის მოგონილი, რომ გვინდა თუ არ გვინდა მექანიზმში ამ თამაშის წესებში ჩართული ვართ. ან საერთოდ უნდა მოვწყდეთ და ისე უნდა ვიცხოვროთ სადღაც, რა ვიცი, გადაკარგულში, ცივილიზაციას მოვწყდეთ და ანუ ფული საჭიროება არ იყოს, ყველაფერი ჩვენ მოყვავდეს. ან უნდა ჩავერთოთ აი ამ რელსებში და ნახე ამ ფულის გამო ზუსტად ვცვლით ჩვენ ძვირადღირებულ რესურსს დროს, რომელიც ყველა ჩვენთაგან უფასოდ გვაქვს მოცემული. და ოღონდ არავინ არ იცის რამდენი. არავინ არ იცის რამდენი. აი ზუსტად აი ფილმი თაიმი რო არის რა. აი ზუსტად აი ეგ თემა არის და აი ეხა რომ მითხარი რომ 20 წელიწადიო, ამან გამცრა. და რატო გამცრა? იცი 20 წელიწადი დავხარჯე ხო? ანუ არსებობს, აი, რაღაცა შენი დრო გადაცვალე ფულში და პირობითად ეს ფული წაახვედი და პირობითად ან სასმელი იყიდე, ან საჭმელი იყიდე, ამაში გაცვალე და შენი დღევანდელი პირობითად დღე გამოიყენე ფულის შოვნაში და ამ ფულით მოკლედ საკვები, ანუ შენი დრო გადაცვალე შენს კვებაში. ეს ოკეი, გასაგებია, მაგრამ შენი ცხოვრების 20 წელს როცლი რაღაცაზე, რაც აქ კითხვის ნიშანია და საერთოდ არაფერი არ არის კოშმარია. ამიტომ ვამბობ ხოლმე მე, რომ ვიღაცა რო ამბობს, რომ ძვირია. რასთან შედარებით? რა იყო? წავედი. ძალიან კარგი დიალოგი მიდის. ნახე შენ ახსენე, რომ ერთი ბიზნესმენი მყავდაო, წინა კითხვაში, რომელსაც გაყინული ქონდა რაღაცაებიო რა. შენ კიდე გეყოლებოდა ეგეთი ხალხი დარწმუნებული ვარ და ყველაზე ძალიან რა მხარეს მალავენ ხოლმე და აი რას მალავენ. რაზე არ უნდათ ხოლმე საუბარი. იცი რა, რაღაცნაირად არ ვიცი, ეს პრაქტიკა მას მოიტანა, რომ იმდენად დაცულ სივრცეს თავაზობ და ვქმნი, რომ ფაქტობრივად ბარიერი არ გვაქვს ხოლმე. აი, ჩემთან რომ მოდიან, ყველაზე მეტად რაღაცნაირად აი მართლა გულით მიხარია ხოლმე, რომ ანუ შევძელი, ყოველ ჯერზე ვამბობ, რომ შევძელი, აი გუშინწიანს კონსულტაცია მქონდა და მარიშკა, ანუ აი ამდენი და ამდენი წლის ვარ მეუნება, სადაღა ყოფილ ვარ და ეხა შენასაც გიზიარებ, მე ცხოვრებაში პირველად ვაღიარე, ანუ პირველივე მოსვლაზე და ეს არის ხოლმე ჩემთვის აი როგორი გამარჯვება, იცი რომ აი გამოვიდა რა, ჩემი მისია რაც იყო ეს დაცული სივრცე შემექმნა და ყველაზე მნიშვნელოვანი არის აი ეგ რომ ამოიტანო და აღიარო, თორე ვერ მოაგვარე პრობლემას რომელსაც არ აღიარებ, ხო? შესაბამისად, ესე რომ რაღაცა უჭირთ ალბათ ნაკლებად, მაგრამ აი ხა გამახსენდა ამ მომიტივდა თავში საოცარი ძალიან კარგი ქალი მყავდა ერთი და ეს რეზისტენტულობა, წინააღმდეგობა, ბლოკი მოდის ხოლმე კიდე ერთ-ერთი გამოვლინება აქვს სიცილი. ანუ თითქოს ირონია მოდის, რომ ეს სკეპტიკურად და სიცილი. ხა ეს ვარ მწოდნო და მე ძალიან დავიძაბებოდი ხო რომ ხომ შემოაყო. მე ეს ხო ვიცოდი და პირიქით ესეც ემოცია რომელიც უნდა ტირილზე ხო რა თქო გაჩერდი და გაჩუმდი, არა. გააგრძელე, ეს სიცილიც უნდა გამოვიდეს, თავისი სახით გამოხატავს ამ ემოციას. და იქ იყო რისი აღიარებაც ყველაზე მეტად უჭირდა ის რომ საკუთარ თავს ვერ იღებდა. და საკუთარ თავის სიყვარული იყო, განულებული. ვერაფრით ვერ იღებდა საკუთარ თავს ისეთი როგორც იყო. ახლა ეს кейსი გამახსენდა. გიორგი არის ერთი ძალიან მოყვარს მოკლედ ძალიან კარგი ბიჭია და როცა ამ გაყიდვებთან ცოტათი ისე ვიყავი რა რაღაცა ეჭვები და ძველი ეს პატერნები და წმენებულებები მარიშკა ვიღაცამ გამოიგონა სათვალეო, ნომრიანი სათვალეო. ანუ ეს რომ არ გაიყიდა ის უფრო სიბოროტე იქნებოდა თუ რო ყიდისო. და მან მეთქვი რომ მე ერთოჩი მოგაყიდვები არ ყველაფერი. თავარია სწორ რაღაცას ყიდე რა. ახლა მე ვერასდროს აი თუნდაც ბურგერ-ბარი რომ მქონდა, წარმატებას ვერ მივაღწევ, იმიტომ რომ ჩემ ნერვულ სისტემაში არ წერია რომ მე სასმელით ადამიანებს დავეხმარები. ხვდები? მე ბევრად კერდა ყველას.
ბევრად უმარტივდება და ეს მე სულის მისიასთან მივდივართ ვის რა აქვს, ანუ ეს ცხოვრებისეული დანიშნულება ხო არის რომ რაღაცები უფრო მეტად სიამოვნებას გვანიჭებს და ნებაში ვართ რაღაცები ნუ ზედაპირულია და არ არის ხო? აი, როცა ამ ტალღას იპოვნი, მე ყველაფერი თავისით მიდის და ზედმეტი ძალის ხო. კი, ეხლა მატერიალურ სამყაროში ხარ და გჭირდება რაღაცების ცოდნა, მაგრამ რა ვიცი, აქამდე ეხლა იდეაში ამ სფეროში საერთოდ ჩემით მოვედი. აი, საერთოდ, ანუ რა მარკეტინგი, რა გაყიდვები, ვაში, ეგეთ რაღაცები თუ არსებობდა არ ვიცოდი. შესაბამისად, როცა რაღაცას ძალიან გულით აკეთებ და მართლა ორიენტირებული ხარ, ის ტკივილი, აი, მე მაგალითად ეხლა რა განსაკუთრებულად ქალებისკენ მაქვს ეს ორიენტირი გადაწეული, ხო? დედასვიცა ვარ, მათზე მეტად მიხარია ხოლმე ის, რომ აი ამ რაღაცა შიდანათებას და ამ სიბჭყვიალეს და სინათლეს, აი, ტირი ხოლმე ბედნიერებისგან. იმიტომ რომ აი სადღაც ის ჩემი თავი მახსენდება, აი ესე ძალიან რომ მტკიოდა და რა მაგარ შვებას ვხრძნობდი რა. ძალიან არ გავართული იმედია. არა, შენ ცხოვრებაში გიორგი თუ იყო, ჩემ ცხოვრებაში იყო ლაშა. და რეალურად რატო იცი? აი, რაც არ უნდა ყოფილიყო და მე თქვა რომ ეს ვიცი, მაგრამ მქონდა ეჭვირო, აი როგორ შეიძლება ხა ვიცი და ეს გავყიდო, ანუ კაი რა ტეხავს და რაღაცა და აი ფულზე ლაპარაკი ის რომ მოდი, აი პირველად რომ მკითხა რომ აი შენ სოდნას რამდენით შეაფასებდი, ან რაღაცა, ან პროექტები რო აგვიღია და ყოფილა მომენტი რომ აი რა ვუთხრათ ახლა ამას ფული ხო პირობითად, აი ცოტა უხეში ის არის რა. აი მაგ დროს რამჯერს იცი რომ აი მეუხერხულება რას ქვია, ანუ რაღაცა, მაგრამ ეს ანუ გარკვეულ პერიოდს მე გადავლახე. გადავლახე და ანუ მე რომ მიდიხარ იმაზრამდე რომ იცი რა არის, როგორც იქნა ვიღაცა მოვიდა შენთან. ეს ლაშა იყო თუ გიორგი იყო თუ ვინ იყო, ანუ ლაშა გიორგი მოვიდა ხო? მოვიდა ეს ლაშა გიორგი შენ ცხოვრებაში და ანუ გითხრა რომ მოდი რა ციფრები დაწერე და ანუ თქვი უნდა არ უნდა და ეხა მეცაც გეტყვი, მოდი თქვენ მაყურებელს პატრა პრაქტიკა უთხრათ, იდეაში ადამიანი თუ ვერ გეტყვის რამდენი უნდა რომ ყოველთვიური შემოსავალი ქონდეს, ზოგადად ეს რაღაც ბიზნეს და პარტნიორულ იმას არ ეხება, ის თანხა ვერ ექნება ვერასდროს. აი ამ თანხას რომ განსაზღვრავს და დაწერს, მე უნდა დაწეროს 10, 15, 20 მაინც რაში დახარჯავდა ამ ფულს. და წერის ძალა რო იცოდნენ ადამიანებმა რამდენს. ნიშნავს რა. მოდი ცოტა ჩემი ასპექტით დავანახებ ამას. აი ბეტა მდგომარეობა რო თქვით ტვინის. შენი ასპექტით. თუ ჩვენი ასპექტით ანახებთ. გაერთიანდა. ტვინს აქვს სხვადასხვა სიხშირე. არ გავართულოთ და თეტა სიხშირე ქვია იმ მდგომარეობას, ნუ ალფაც შედარებით, სადაც პროგრამდება ეს ჩვენი ნერვული სისტემა. ამ თეტა მდგომარეობაში ბუნებრივად ვართ 7 წლამდე, ალფაში 11 წლამდე. ანუ 11 წლამდე რაც კი გაგვიგია, უთქვამ, თუ სწავლიად ტრამვა ქონია, ეს არის შენი ნერვული სისტემის რწმუნებულებები. ეს თეტა მდგომარეობა ბუნებრივად ეხლაც ხვალ ხოლმე და როგორ უნდა მიხვდე ამას, იცი? აი, სანამ ძილში გადახვალ, გაბრუებულად რომ გრძნობ თავს, აი ეს არის თეტა მდგომარეობა. ამას რო იღვიძებ, მაშინ ხო გრძნობ ცოტა გაბრუებული რო ხარ. ზუსტად მაშინ მე ყოველთვის მიდევს რეული და კალამი დილით გვერდით, თვალს ვახელ და ვიწყებ წერას. ეგრევე ვიწყებ წერას. წერა ამ წყოდროში შენათ მიზანს, ოღონდ ისე როგორც უკვე შემდგარი ფაქტია, არ ვიცი, მე ვარ მილიონერი პირველი ჩემს საგვარეულოში. მე ვარ რაღაცა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალ შემოსავლიანი ბიზნესის პატრონი. bla bla bla. მე მყავს Porsche წითელი, ოღონდ დეტალებში უნდა დაწერო. ვისთვისაც რა არის? მე ვარ აბსოლუტურად ჯანმრთელი, მე ვარ სავსე და ბედნიერი. რაც გინდა. ფორმულირება, ანუ ხა ყველა თავისებურად მოიფიქრებს. ამას რომ წერ, შენი ტვინი რედიკულური აქტივაციის სისტემა ქვია, იწყებს. რადგან ქვეცნობიერში იწერება ყოველდღიურად ამას, რა თქმა უნდა. ამ ყველაფერზე მეტად მობილიზებას და ამ რაღაცების შემჩნევას. და თუ გადავალთ უკვე აი super conscious-ს ეძახიან super ცნობიერზე, როდესაც ამის აქტიურობას აკეთებ, ხო? სხვა გზას აღარ უტოვებ, რომ ეს შენი ჩამოწერილები რომ განხორციელდეს, რა შესაძლებლობები და ადამიანებიც გჭირდება, იმას იზიდავ. შემდეგი ეტაპი არის უბრალოდ ქმედების რომ უნდა შეგეშინდეს და უნდა შეხვიდე ამაში. ამდენს ვაპარაკობთ ახლა და საკუთარ რეალობას რო ჩვენ ვქნით, ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ყველას ესმოდეს. არიშკა მოდი შევეხოთ ბოლო თემას და ვთქვათ, რომ შენთვის რა არის ჩაკრალური სისტემა პრაქტიკულად და არის თუ არა ეს მეცნიერულად დასაბუთებული, ეს მაინტერესებს ძალიან. სიამოვნებით ვისაუბრებ ამაზე. ჩაკრალობის სისტემა ზოგადად არის, მოდი ესე შევხედოთ, ჩვენი ცხოვრების რუკა. აი ვიღაცა იწყებს, აი წეგარ უკრავო ახსენე. ჩაფთვალე თეორიას სწავლობ, ამით.
გაჩვენებს. აი ტვინის სიხშირეებსაც ხო შევეხე, რაც ამ წლების განმავლობაში ესეა და პროგრამდება. ჩაკრალურ სისტემა გაძლევს ზუსტად იმ ასაკებს, შენი ცხოვრების რა სფეროებიც პროგრამდება. ანუ ამ პერიოდში შენი სტაბილურობა, უსაფრთხოება პროგრამდება, ამ პერიოდში შენი სექსუალობა, ემოციები, ამ პერიოდში შენი ეგო და იდენტობა და თავდაცვა და თვითშეფასება და აი პირდაპირ გაძლევს რუკას. მეორე ამბავია, რომ მოდი შევხედოთ ცოტათი ტექნიკური სახით, რომ რაღაცა სპირიტუალურ ვუში არ გადავიდეს. ნერვული სისტემა, ცენტრალური ტვინი ავიღოთ და ეს ზურგის ტვინი. ეს ტვინი არის პროცესორი, აი ესე რომ შევხედოთ, ჩაკრა სანსკრიტზე ნიშნავს ბორბალს, დისკს. და აი ამ პროცესორის დისკები, აი ეს ენერგიის ცენტრები არის განლაგებული შენს ზურგის ტვინზე. და რამდენი ცენტრია? ძალიან ბევრია, მაგრამ გამოყოფენ ძირითადად 7. ეს 7 არის, რაც აი დედამიწურ ცხოვრებაში თითქმის ყველაფერს პასუხს ცემს. მოდი რომ სკეპტიკოსებს ცოტათი შევახედოთ სხვანაირად, ახლა ჩემთან ერთად თქვენც მინდა და მაყურებელმაც რომ აი ესე ვეკითხოთ. ბოლოს ესე რომ გავაკეთეთ ეს. შენეგარაც მაგრამ. და ახლა ერთმანეთთან ახლოს მივიტანოთ ხელები და შიგნით სიმხურვალეს თუ გრძნობთ ოდნავ. კი, თქო. ეს არის შენი პატარ-პატარა ჩაკრები ხელის გულში და ხელზე განლაგებული, რომლებიც ვიბრირებენ და გამოყოფენ სიმხურვალეს. კენი შენ? კენია, დაწია ხელები და დაალაი. დაწია სიმხურვალე. ხო, ეს არის ისევ იქ დაუბრუნდეთ, რომ ყველაფერი ენერგიაა და რადგან ყველაფერი ენერგიაა, მეტად კონცენტრირებული წერტილები არის ჩვენს ხელში, რომელიც ცხოვრების სხვადასხვა ფაზას განაგებს. აი, თუ არ ვიცი, თუ გახსოვს შენ განგლი აქვია თუ განგლიონები. ზუსტად მაგ ლოკაციებზე აიცი? და ის ლოკაციები, რასაც მართავს, ასე ვთქვათ, ხო? პირდაპირ იმ ორგანოებთან არის დაკავშირებული და როგორც კი ამუშავებ იმ თემას, საიდან დაპატარავდა ჩემი სიმსივე. მე კი არ რაღაცა მაგია ხوار გამიკეთებია რა, უბრალოდ ვისწავლე როგორ მუშაობს ეს ზოგადად აი ეს მანქანა როგორ მუშაობს. მეცნიერულად დადასტურებულია თუ არა, ამაზე შევა კვლევები ესე რომ რაღაცა დადებული არ არის, მაგრამ აი ნეირომეცნიერი ჯო დისპენზა, რომელიც ვთქვით, პირდაპირ ხელმძღვანელობს ჩაკრალური სისტემით, პირდაპირ ხელმძღვანელ ნეირომეცნიერი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე საერთაშორისო დონის ტიპი არის რა, რო ნახოთ და ყველამ რო ნახოს მიხვდებიან რა დონის ადამიანზე საუბარი და იქ არის რაღაცა აპარატებიც არის, რომელიც ამას ზომავს. იმიტომ რომ ყველას აქვს თავისი სიხშირე. აი ამ ენერგიის ცენტრებს აქვს თავისი სიხშირე. და როდესაც ეს სიხშირე დარღვეულია, მაშინ არის დისბალანსში. არსებობს გადაჭარბებული ენერგიის მატარებელი და დეფიციტური ენერგიის მატარებელი, რომელსაც თავისი გამოვლინებები, სხვადასხვა გამოვლინებები აქვს ფიზიკურად თუნდაც. აი მაგალითი რო ავიღოთ, ძალიან გამხდარი ადამიანები რო არიან და როველც ამჩნევენ. ხო იცი რა, ვაიმე მოვიმატეს რო ამბობენ და რო გინდა რომ მოკლა, ვიცი რაღაცა ფიქსეურს ეგამხდრეს. კი. ეს არის პირველი ჩაკრის დეფიციტური ენერგიის მანიშნებელი. ჩვენი პირველი ჩაკრა პირველი 3 არის ძირითადად უფრო დედამიწური მატერიალური ჩაკრები, მერე გულის ცენტრი არის ეს მეოთხე, მე ვეძახი ხიდს სულიერ და მატერიალურ სამყაროს შორის ლოკაციაც აი სამქვემოთ არის, სამი ზემოთ ეს არის ცენტრში და შემდეგ უფრო სულიერი ენერგიის ცენტრები. ანუ კუჭი მაინც მატერიალურია. კუჭი არის ეგო, იდენტობა, შინაგანი ძალა, თავდაჯერება, თვითშეფასება. კი, რა თქმა უნდა, გიქვირს. და აი ეს პირველი ჩაკრა არის, ნახე, უსაფრთხოება, დაცულობა, სამყაროს მიმართ ნდობა, სტაბილურობა და როცა ეს თემები დაალაგებული არა აქ ადამიანს, ხო? საკვები. აი ეს ნაკლებობა აღარ იღებს, სხეულს აღარ უვლის. მეორე არის სექსუალური ენერგია, ემოციები, რამდენად შეგიძლია, რომ აი ცვალე ხო აქვს ზოგს პრობლემა, რომ რაღაც რო იცვლება და რა გავაკეთო და ვერ ეწყობა, ადაპტაციას ვერ აკეთებს, ხო? აი ეს პრობლემა არ გაქვს ამ დროს. ყველა ჩაკრა არის ფემინური და მასკულინური ენერგიის, სხვადასხვა ენერგიის მატარებლები. აი ხა, თავის თუ გინდა ჩამოვთვალოთ, რა ფუნქცია აქვს და ლოგიკურად თქვენს და მაყურებელს თუ მიხვდება, რომელია კაცური ენერგიის მატარებელი, მოდი ფემინურს და მასკულინურს, კაცურს და ქალურს ვიტყვი, რომ უფრო გასაგები იყოს. აი პირველი, რაც არის კუდუსუნის ძვლის გასწვრივ, ხერხემალზე არის განთავსებული ეს ყველაფერი. არის უსაფრთხოება, დაცულობა, სტაბილურობა, რამდენად შემიძლია რაღაცა სახლი მქონდეს, საჭმელი მქონდეს, აი ნდობა, აი ეს თემები უფრო კაცურ ენერგიასთან ასოცირდება თუ ქალურთან. ერთ სამხარეს კალეგიზის, მეორე მხარეს კაციგიზის, როგორ? საინტერესო.
უსაფრთხოება, დაცულობა. ნუ ძირთად კაცები არიან ხოლმე ეგეთები და ომშიც ალბათ კაცები გარბოდნენ. არა სტაბილურობა, ჩემი არ არის სტაბილურობა, თუ მრავალფეროვნება, ექშენი არა მაქვს, რაც თავგადასავლებში არა ვარ, თუ რაღაცა და ნუ ეხა ანალიზში არ ჩავიდეთ. აგრად და როგორ შეიძლება იყოს. საკუთარი თავიდან გამოვედი მე. კი, 100% ის, მაგრამ უფრო ეს დაცულობის შეგრძნება, ხო? აი კაცურ ამბავთან ასოცირდება. მეორეში რო ავდივართ, ეს არის სექსუალობა, სინაზე, მოქნილობა, ემოციები, ეს რომელი ხა სინაზე ისეთი რაღაცა ახსენე? კი ბატონო. ოღონდ ხო გვახსოვს რომ ეს ენერგია ყველაში არის, ქალშიც და კაცშიც, მაგრამ ზუსტად. მერე ავდივართ, ეგო, იდენტობა, შინაგანი ძალა, შიდა მებრძოლი, თვითშეფასება, თავდაჯერება, აი ეს რასთან მიდის? ეგ მიდის კაცთან და რატომ იხდით რომ კაცთან მიდის? როგორთან ხარ ხო? არა. ჩემი მეთოდები გამოვიარე ადამიანის დაკითხვის, ანუ ნახე თვითონ ხო ხალია და თვითონ დავუმუღამე მისი რაც არის და მასთან ახლოს ას არის, ანუ ახლოს ლაპარაკობს რა. და რაც მისი არ არის და მის გარეთ არის. დავიჯერე ისე კარგად მასკულინ ენერგიასთან. ან მეორე თემა მასწავლებლებმა რო იციან სწორი პასუხები რომ დაგითხრა, განიშნონ ეგვანიანი. კი. მე მოდის უკვე მეოთხე ენერგიის ცენტრი და ეს არის სიყვარული. გავწევო მასაც, ეს კი არის ჩემი. არა, ეგ 100%-ით არ ნიშნავს, უნდა შეისწავლო ადამიანი და იმის მიხედვით მიხვდები რატო გააქვს. ოკეი. ეს არის სიყვარული, ემპათია, თანაგრძნობა, აი მთელი ეს ადამიანური ურთიერთობები, ეს ვის გავს? რომელთან უფრო ახლოს არის? რა ვიცი, ალბათ ქალთან არა. ფემინური ენერგიის მატარებელი. შემდეგი უკვე აქ რო ავდივართ. ეს არის გამოხატვა, ლიდერობა, სპიკერობა, ავთენტურობა. აი აქ სუ ადამიანის ვაშლი მასწავლება და სუ კაცზე მეკითხება რა გავაკეთო. არის მასკულინური. ეს არის უკვე ინტუიცია და ხედვა. რა ვიცი, ახლა ქალური ინტუიციაც გაგვიგია, ყველას გაგვიგია საერთოდ, ბევრი რო ვილაპარაკოთ და ეს მეშვიდე უკვე სხეულს გარეთ არის. ეს არის კოსმიურ ღვთიურ ენერგიასთან, სამყაროს ენერგიასთან, ვისაც როგორ უნდა ისე დაარქვას, აი მთელი ანუ ამ ყველაფრის ცენტრი რამდენად ვართ კავშირზე, ასე ვთქვათ, სამყაროსთან და რამდენად შეთანხმებულად მუშაობთ ღმერთთან, სამყაროსთან, ან კანონზომიერებასთან, ჩვენი სულის მისიასთან, აი უფრო ესეთ რაღაცებს განაგებს რა. ეს ანუ არც ერთი ენერგია, ეს არის ღვთიური ენერგია არის ცალსახად და მარიკოზევით. კი, სხეულს გარეთ. შესაბამისად როგორ არის, რაც უფრო ღრმად, ოღონდ ეს ცოდნა არ არის, რომ ეხა ერთხელ რაღაცა ვისწავლე და მორჭა. სულ სიღრმეში ჩადიხარ, არ ვიცი ეხა ვის რა გაუგია, აი განზომილებაზე ლაპარაკობენ, რომ 5D განზომილებაში გადავდივართ, დედამიწა ენერგიას იცვლის, რა არის 5D განზომილება? ნახე, აი თუნდაც ნაბიჯებით რო ავყვეთ, ხო? მესამე, მეოთხეში ვიყავით სიყვარული თანაგრძნობა, ეხა მეხუთე ავთენტურობა. თუ დააკვირდებით, ბოლო პერიოდში შეიძლება უფრო შეამჩნიოთ ეს ლიდერული თვისებების მეტად წამოსვლა, ეს მეტად გამოხატვა, აი რო დაწერე, გამოხატე, გამოიტანეს ავთენტური ნაწილები ძალიან შემოდის. რამდენმა დაიწყო თავის წარსულ გამოცდილებებზე ლაპარაკი, ვისაც ძალიან უჭირდა პოდკასტებიც არის, რომლებიც მიძღვნილი ამისთვის, რომ აი ეს და ეს და ეს. შესაბამისად, ხო, როცა ამ ცოდნებს არ არის აუცილებელი სიღრმისეულად იცოდე. უბრალოდ შენ ველში არის ცნობიერებაში არის და აცნობიერებ, ხო? ბევრად მარტივი არის. მატრიცა თუ გაქვთ ნახე. არის ვინმე ვისაც მატრიცა არის. სამწუხაროდ კი. და ჩემთან რომ მოდიან ხოლმე ესე ვხვდები ლურჯი და წითელი ავი. დანარჩენი გადასხედე. ოღონდ იცოდე რომ მე უკან გზა არ არის. მოდი გითხარი, სად მთავრდება რეალური შინაგანი მუშაობა და სად იწყება self delusion? მე ძალიან მეყვარს self delusion-ი და მაგ self delusion-მა შექმნა ის, რომ სამნიშნა შემოსავლიდან მაქვს 6 ნიშნა შემოსავალი და ვისაც უნდა delusion-ი დაუძაღოს და ვისაც უნდა საკუთარი რეალობის შექმნის ხელოვნება. ძალიან ამწურაკოს. იცი რა არის? აქ არის მთავარი ამბავი. რომ ვიცოდეთ, ერთია რომ რაღაცა წარმოსახვაში და გინდა და მანიფესტირებ და ეს კლიშე სიტყვები ყველაფერი, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს ქმედება. მე თუ მინდა fit body და ტონუსში ტანი, რაც არ უნდა წარმოვიდგინო, ეს ტანი ვერ მექნება თუ ქმედება არ დავიწყე. აქედან გამომდინარე, დელუზიურობა საჭიროა, იმიტომ რომ შექმნა წარმოსახვაში ეს შენი ოცნება, მაგრამ შემდეგ მატერიალურ სამყაროში საჭიროა, რომ ეს ქმედება განახორციელო, რაც ამ შენს ოცნებასთან მიგიყვანს. შენ თქვი ესეთი რაღაცა, რომ
ადამიანს თუ უნდა რაღაცის მიღწევა უნდა ჯეროდესო, ამისიო და მე უნდა დაიწყოს მთელი რიგი ჩამოწერებიო რა. ნახეთ ჩემს მხარეს ზოგადად გაყიდვებში როგორ ვაკეთებ რა, ანუ საკუთარი თავის თვით შეფასებას და ჟანრთვისაც ძალიან ბევრჯერ მithქვია რა, თუნდაც აი ეს თემები რო იყო, რომ აი რა ვუთხრათ ფასი, ხო, ანუ გასაყიდი ფასი რა უნდა იყოს, როგორ უნდა იყოს, ჯერ იქიდან ვანახე, რომ უნდა შეხედო მომხმარებლის თვალით აუცილებლად, ანუ იქიდან, ანუ როგორც მომხმარებელი, რამდენად გადაახდის უნარიანი ხარ. მე შეხედე აქეთ ამ მხრიდან რამდენად შეგიძლია რომ ეს ფასი თქვა, ანუ პირობითად რა, მაყურებლისთვისაც ძალიან კარგი იქნება და თან მით უმეტეს, რასაც აქტიურად ვაკვირდები, ძალიან ბევრი ვაკანსია იდება, ძალიან ბევრი და ძირითადად ტრიალებს ხოლმე გაყიდვების მენეჯერის ვაკანსიები რა და ეხლა მათ მინდა რომ თან რეკომენდაცია მივცე და თან შენ დაიწყე ამაზე საუბარი და მინდა რომ უბრალოდ განვაცო და დავამთავრო რა. მე მინდა ესეთი რჩევა მოგცეთ, მოკლედ თქვენ შეგიძლიათ საკუთარი თავი შეაფასოთ ნებისმიერ ფასად. ანუ თვიური თქვენი გასამრჯელო რაც გინდათ ის დაიწერეთ. ოღონდ ამ გასამრჯელოს უკან პირობითად დაწერეთ რომ თვეში გინდათ 10,000 გქონდეთ შემოსავალი, ხო? დაწერეთ 10,000 ფურცელზე და ქვევით ჩამოწერეთ არგუმენტები, რატომ უნდა გადაიხადოს შენში დამსაქმებელმა 10,000 და არა სხვაში. თუ მოძებნე რომ 10,000-ს გადამხდელი ნამდვილად არის შენი არგუმენტებით დამსაქმებელი, მაშინ ოკეი მიაწექი, მაგრამ თუ ხვდები რომ სხვას კონკრეტიანს ვერ გაუწევ და შენ 10,000 არ გადაგიხდიან, ეს ნიშნავს იმას რომ შენ ცოტა თამასა უნდა ჩამოწიო და შესაბამისად რეალურად დაჯდები იმ თამასაზე, რასაც იმსახურებს შენ და უკვე ლაღი იქნები გასაუბრებაზე რა. რა არის იოგა ნიდრა? ეს მაინტერესებს ამ. ნახე, იოგა ნიდრა მედიტაცია არის ფაქტობრივად ნერვულ სისტემაზე მუშაობა. მასაჟს ფიზიკურად ხო ვიკეთებთ? ეს არის ნერვული სისტემის მასაჟი. ეს არის ზუსტად იმ სიმპათიკური და პარასიმპათიკური მდგომარეობის შემცვლელი და ეს არის ზუსტად ის ჯაგრისი, რომელიც ხეხავს ამ ჩვენ ნერვულ სისტემას, კი. და პლუს ამას ყველაზე მეტად გადაყავს ტვინი იმ თეტა მდგომარეობაში და ქვეცნობიერთან მუშაობა ხდება ბევრად მარტივად. აღარ ვლაპარაკობ იმ ბენეფიტებზე, რომ აუმჯობესებს იმუნურ სისტემას, გადაყავს მაშინ რა ქვია, მოკლედ იმ ნახევარსფეროში ტვინი აქტიურებს, რომელიც არის რელაქსირებაზე პასუხისმგებელი, ეს რომ გაზომეს რა ქვია აპარატს არ მახსოვს, მაგრამ ბუდისტი ბერების რა, ზუსტად ის ნახევარსფერო იყო აქტიური ამ მედიტაციისგან, ნერვულ სისტემაზე მუშაობისგან და ყველაფრისგან და ავტომატურად გაძლევს საშუალებას, რომ უკვე ამ რელაქსირებულ მდგომარეობაში, დაჭიმულ მდგომარეობაში აღარ იყო. გამუდმებით ტვინის მაღალ სიხშირეზე არ იყო, გამუდმებით ეს რაღაცა კატასტროფული ტვინში რო ქაოსი არ გქონდეს და პლუს ამას ყველა სახით შეიძლება გამოიყენო. ისევ როგორც ძილის დასარეგულირებლად, ისევე როგორც მანიფესტაციის ჩასაპროგრამებლად, ისევე როგორც ჩაკრალური სისტემის დასამუშავებლად, ანუ არის ინსტრუმენტი, რომელიც ფაქტობრივად გამუშავებს შენ ნერვულ სისტემასთან და გაძლევს რაღაცა საოცარ შედეგებს. და არ შემიძლია ეს რა ვთქვა, უმრავლესობა ადამიანების თავში იმიტოა და გამუდმებით ფიქრებში იმიტოა, რომ სხეული მისთვის დაცულ სივრცედ აღარ აღიქმება. რატომ? იმიტომ რომ სხეული ინახავს მეხსიერებას და სხეული ინახავს ტრამვას. სანამ სხეულის მეხსიერებიდან არ გამოვიტანთ ამას, ხო? შეიძლება შეგრძნებებიც, ადამიანებს დაკარგული აქვს შეგრძნებები. თუნდაც სექსუალური კავშირის დროს რამდენი ხალხსაც უთქვამს და კაცსაც უთქვამს, რომ ანუ შეგრძნება პროსტო დაკარგული მაქვს, აღარანა, იმიტომ რომ სხეული აღარ ასოცირდება დაცულ სივრცესთან და გამუდმებით აქ იმიტომ ხარ. იმიტომ რომ ყველაფერს აკონტროლებ, აქ ყველაფერი მშვიდად არის, აქ შეიძლება შენ წარმოსახვით შენი ფიქრით, ნუ ყველაფერი დაალაგო რა. ისევე როგორც ადამიანები, რომლებსაც კონტროლი უყვართ და პრობლემები აქვს, საჭესთან ჯდებიან ეგრევე, იმიტომ რომ ეს საჭე იციან საით წაიყვანენ და აქ ვერ მიყავთ ხოლმე. ხოდა გვაბნებს ხოლმე მაგას. საჭესთან ჯდომა და ფიქრი არის ძალიან მაგარი. თან მithomedes რაღაცა რთული кейსი თუ არის გადასაწყვეტი, რთული გამოსავალი თუ არის აპონელი, ან განმარტოვება, ან საჭესთან მარტო. განმარტოვება ისედაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ნუ მე ეს უკვე მაშინ რუტინაში მაქვს ჩასმული, მაგრამ აი solitude-ს რო ეძახიან, საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, ჩათვალე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ყოველდღიურად. აი რაღაცა პერიოდი, თუნდაც 20 წუთი იყოს, უნდა მონახო, რომ მარტო შენ თავთან ერთად იყოს სიჩუმეში. მადლობა მე მითხარ. გეტყვი ხოლმე როდის მექნება ეგ უცით. მან მე დაშავარდო ის ტრენდი. ნომინას ამბობს. აი, ახლა გადავდივართ შემდეგ რუბრიკაზე, მოკლედ ეს არის სწრაფი კითხვები.
რაზეც პასუხი უნდა დაგვიბრუნო კი ან არა. ოკეი, ხედავ საინტერესოა. უკვე ინდეს ლაპარაკობ შეგვიძლია. სხვა არა მაქვს, იმიტომ რომ ჩემსავით ინდეს ლაპარაკობ რომ რაღაცა არ გაჩერდები. ისეთი თემებია რომ ვერ ვაკადრებ. ჩემსავით თქო. აღნიშნე. კაი, პირველი კითხვა გვაქვს ესეთი, არის თუ არა ზოგიერთი წარმატებული ადამიანი შინაგანად ცარიელი? კი. ფული მაინდსეტია თუ სკილი? მაინდსეტი. შეიძლება თუ არა ბუნებრივად კლიენტის მოზიდვა? კლიენტის ბუნებრივად კი. ქალი რომელსაც საკუთარი თავის ფასის თქმა უჭირს, რეალურად ეს კომპლექსია თუ სიზუსტე? ორივე შეიძლება, ერთი მეორეს არ გამორიცხავს. ხმის ტემბრი კომუნიკაციაში გადამწყვეტია? მნიშვნელოვანია. მაგრამ არა გადამწყვეტი. გადამწყვეტია. ადამიანი შეიძლება ფიზიკურად ეძინოს, მაგრამ ფსიქიკა ვერ ისვენებდეს? კი. აი ეგ არ მე. იბოლა. იგალი. კაი. კითხვებია. მაიშკა, ეხა მინდა ჩვენი გადაცემა და პოდკასტი რეალურად იმას ემსახურება, რომ ვინც უყურებს, აი გადაცემის ბოლოს გვაქვს ძირითადად რჩევები ხოლმე გამოსტილი სპეციალისტებისგან, რაც თუნდაც გამოიყენონ და გაითვალისწინონ თუ არა და თავად გაიარონ და მერე მივლენ ამ დასკვნამდე. აი მე მინდა შენ 3 წუთის განმავლობაში მისცე მაყურებელს, ჩვენს მაყურებელს რჩევა სტრესის დასანებებლად. მე მეუბნები ჩაკეტეო? აღარ პირდაპირ დრო დაუმიშთა 3 წუთიო. კაი. მოდი. ვარიშკა გებძვიან. ესეთი რაღაც თქვა, მომიგერიებია. ესეთი რაღაც თქვა. სტრესი არის სიხარულიც. გამორიცხულია, რომ სტრესისგან გავთავისუფლდეთ. თავარია ვიცოდეთ ამის მართვა. თუნდაც აი იოგანიდერს რო ვახსენებ, ხო? უნდა ვისწავლოთ, როგორც კბილებს ვიხეხავთ, როგორც სხეულს ვუვლით და ვასუფთავებთ და პირად ჰიგიენას ვიცავთ, ანალოგიურად ნერვული სისტემის ასე ვთქვათ, გაფრთხილება და მოვლა. იმიტომ რომ წარმოიდგინე ნერვული სისტემისთვის სიხარული სტრესი არის და მანქანის სიგნალიც კი სტრესი არის. ეხლა წარმოიდგინე დღის ბოლოს როგორ შევდივარ ცალში. აქედან გამომდინარე, არა აქვს მნიშვნელობა რამდენად გამოცდილი ხარ მედიტაციაში, რამე იცი თუ არა პრაქტიკა. ნებისმიერი პრაქტიკა, თუნდაც აი ხავე გაუზიაროთ 10 წუთი დასხდნენ და თვალები დახუჭა და სუნთქვას დააკვირდა. აი კონცენტრაცია რო შეისუნთქეს, გრილი ჰაერი შევიდა, პირით ამოისუნთქე, შედარებით თბილი ჰაერი გამოიცა, კი ფიქრები გაიქცევა, წავა, მოვა, მაგრამ დავრჩეთ სუნთქვასთან. აი დილით 10 წუთი, საღამოს 10 წუთი. ვინმე თავისი პრაქტიკა თუ აქვს, რასაც აპრაქტიკებს, ყოველთვის დილით და საღამოს, აი მართლა კბილის ხეხვასავით რუტინა უნდა გავხადოთ, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ დაიტევ ამდენ ნაგავს, ამდენ სტრესს. და იმიტომ არის შემდეგში ფოთვა მაქვს, ვაიმე overthinking-ი მაქვს, ვაიმე პანიკური შეტევა მაქვს, ვაიმე ეს მაქვს, ანუ ლოგიკურია. იმიტომ რომ არ უვლი შინაგან შენ სამყაროს და შენს ნერვულ სისტემას. აქედან გამომდინარე, ხო, უმნიშვნელოვანესია. აი როგორც რუტინაში გვაქვს ჩასმული რაღაცაები პირადი მოვლა, ხო, ზოგადად ჩვენი სხეულის და ასე შემდეგ, ანალოგიურად უნდა ვისწავლოთ, რომ ნერვული სისტემა არის ის, რაც განაგებს ჩვენს ყოველდღიურობას ფაქტობრივად. აქ დავამატებდი იმას, რომ ნერვული უჯრედები რომ წყდებიან და არ აღდგებიან და შესაბამისად რაც უფრო კარგად გავუფრთხილდებით, უფრო დიდხანს გაგაჩავ. და აქ კიდე ერთი კითხვა მაქვს. ანუ ტიბეტური ბერები ვახსენეთ, იოგა ვახსენეთ, მედიტაცია ვახსენეთ. რეალურად აი ესეთ მნიშვნელოვან თემებს შევეხეთ და პლუს შევეხეთ პანიკურ აშლილობას, რომელიც საკმაოდ გავრცელებული არის საქართველოში რა. ძალიან გავრცელებული არის და ერთ-ერთი მაგიდაზე ზის, მაგიდასთანაც ის მე ვარ. ხო, და მაინტერესებს აი ეს იოგა, მედიტაცია შეიძლება თუ არა იყოს წამალი აი ამის განკურნების, იმიტომ რომ ჩემსავით ხო ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც რაღაცა მედიკამენტოზურ მკურნალობაზე ზის, რომ რაღაცა სტაბილური მდგომარეობა შეინარჩუნოს. ზუსტად იქ თქვი, როცა სიმპტომურ მკურნალობაზე თქვი წეღან. ანუ წამალს დალევს სიმპტომი რო განკურნო, მაგრამ საფუძველში თუ არ ჩახვალ დამოკიდებული რაზე იქნება რა მნიშვნელობა აქვს. და ეს გაძლევს ბუნებრივ ჯანსაღ მიდგომას და გადამუშავებას იმ ყველაფრის, სადაც ქიმიური დანამატები აღარ გჭირდება და იმას კიდე რამხელა თავისი უკან. ანუ შესაძლებელია. რა თქმა უნდა. ხო. რა თქმა უნდა. მე რო იცოდე ეს ხალხი რომ მოვა, მე კეშბექს მოგთხოვდი. საკომისიოს. ლაშასგან ვარ თქო ესე. ლაშასგან. არა, აქ მოიწარ პრომოკოდი უნდა. პრომოკოდს რო იტყვი, აი აქედან გამომდინარე. მარკეტინგის საქმეშია. რედი 1-2 3. კარგია, კარგი. ნახე მე ვახსენე, ნახე როგორი რაღაცა ვახსენე რა, რომ მოკლედ
ღია კარის დღეზე რა არის ესეთი რაღაცა, რაც გვაერთიანებს მეთქი რა. მე მინდა რომ შენი მხრიდან გითხრა ესეთი რაღაცა დასასრულისკენ, რომ რა არის ერთი ისეთი რაღაცა, რაც ადამიანს სჭირდება და არ აღიარებს. სიყვარული. სიყვარული სჭირდება და არ აღიარებს. კი, საკუთარი თავის უფლს. ანუ მნიშვნელობა არ აქვს, ხო? ანუ სქესის განმრჩევლად. არა, რა თქმა უნდა. კი. სიყვარული. უფალმოზე გიქვა რა. მოგიყვარდეთ ერთმანეთიო და გიყვარდეს ხალხი ერთმანეთს, მაგაზე რა. გიყვარდეს მოყვას შენი ვითა თავით ვის. რას გვეუბნება, საკუთარი თავით თუ არ გიყვარს, ვერ გიყვარს. ახედან იწყება. ძალიან ბევრს უბრალოდ სამწუხაროდ ნასწავლი აქვს, რომ თვითსიყვარული ეგოიზმია. და ამიტომ უჭერთ აღიარება, რომ მე ფუი გაწი. ეს ეგოცენტრული ეგოიზმი. მე ასეთი ეგოისტიც არა ვარ. არა, ფრასამ. მარიშკა ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი ჩვენი სტუმარი რომ ხარ, სტანდარტულად ხენილა ჩემო. ესე ვერ ვშტო პროფესორებს. ძალიან გამიხარდა რომ მოხვედი და მე მგონია რომ გარდა იმისა რომ ლაშას პრომოკოდი იმუშავებს, შენ დაგჭირდება ჩვენთან მეორე ვიზიტიც. ხალხის მოთხოვნიდან გამომდინარე, ამას დამოკიდებულად ვერ გადავწყვეტ, დავაკვირდეთ ხალხი რას როგორ მოითხოვს და ჩემი პრომოკოდი არის 87. ძალიან დიდი მადლობა მართლა. მადლობა თქვენ, ძალიან საინტერესო იყო ჩემთვისაც, ძალიან მისიამოვნე, ძალიან. კარგი იყო. გინდა შემდეგ ეპიზოდში დავსვაკითხო რომელზე პასუხის გაცემაც ბევრს არ უნდა. ნუ გამოიწერე, მიდი ელოდები. კარგი ხარ. კიდევ შევხვდებით. კარგი ხარ, აი ვიცი, აი ძალიან დიდი მადლობა მართლა.